ეხლა მივდივართ მოკლედ პოდიუმი. ეხლა ვეცდები განახოთ ისეთი ის რა ქვია. რა კაი ექსკურსია ის გამოვიდა, ხო? ანუ ნახე ატმოსფერო შევაგრძნობინო და პოტენციურ მომავალ რბოლებს. ძალიან კარგი. ნახე როგორც კი რბოლო მთავრდება, ეხლა ჩაგიყვანთ ცოტა ხანში იმაში, რა ქვია, ტექნიკური კომისიის იმაში. პირველი სამეული იწონება. ყველა იწონება პრიორიტეტია, რომ პირველი სამეული უცბად ავწონოთ და ეგრევე ქვევიდან ამ კიბით ამოყავს. წამოდი. გავდივართ ამ ტექნიკურ ზონებს. ну აქ უკვე უშუალოდ რბოლის მომენტში შამპანიურები ყველაფერი აქეთ ელაგება და ანუ ის მუსიკა რაღაცები დაჯილდოების რბოლებს ვალავთ აქ ხო რო არ ჩანდნენ აქ დგანან ოფიციალური პირები გადაუხი ხო და აი ესე რო ამოდის რბოლელი ხო და ყველას კაი რა არის, ნუ ეს ჩართულია რა თავისთავად რაღაცა და აი დაჯილდოების მომენტი ხო არის და ყველა ვინც აჯილდოვებს რა, ყველა ვაფრთხილებთ რომ ჯერ შამპანიური არ გახსნა და აი რაღაცა ორი წამი გაქვს, ხო იცი რომ გამოხვიდე რომ კეფაში არ მოხდეს ისა. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს იმ დაპირებულ ვიდეოს შემოგთავაზებთ, რომელიც აი ერთ-ერთ წინა პოდკასტში გითხარით სანდრო ლომაძესთან ერთად. დღეს ჩვენ ვიმყოფებით რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, 14 სექტემბერია ტარდება საქართველოს ჩემპიონატი წრიულ ავტორბოლაში და ჩემ გვერდით არის რა თქმა უნდა ფედერაციის პრეზიდენტი სანდრო ლომაძე. ეს ვიდეო მე ხელ ნახე. ხო. უკვე გადაღებული გვაქვს რამოდენიმე ეპიზოდი და კადრი და მოკლედ პროცესი მიმდინარეობს, მე მგონი ძალიან კარგი ვიდეოც გამოვა და ბევრი რაღაცას გაიგებთ და სანდროსთან ერთად მოკლედ დღეს აქ ვართ ამ ტრეკზე, ჯერჯერობით ეხლა არის პოდიუმზე და ძალიან 12 საათია, ხო, ზუსტად და 2 საათზე იქნება პირველი, ასე ვთქვათ, სტარტი. კი, ეხლა იქნება კვალიფიკაციები და იქნება 15 ეხლა მოტოზრბოლა ის იქნება ვარჯიში, მე იქნება ჩვენი კვალიფიკაცია 2 და 2 საათზე უკვე იქნება ჩვენი რბოლა და პირდაპირ ერთერი. მოკლედ ეხლა ჩვენ ვინც მე მოგვიყვება შეუძლია ჩვენი YouTube-ზე და Facebook-ზე. კი, გასვლის, ხო. რბოლას როგორი გამოგვიყვება. მოკლედ ვიწყებთ ვიდეოს, გამოიწერეთ არხი ვისაც არ გაქვს გამოწერილი და წავედით ჩვენ ახლა გადავედით ასე ვთქვათ დავათვალიეროთ ყველაფერი და ვნახოთ რა როგორ ხდება და სად. დღეს ესეთი ორიგინალური ის მოხდა, ბაგრატიონმა რო ნახავ ჩვეულებრივი ბაგრატიანები თუ აჯილდოვდით. დაგვირეკა და გითხრა რომ არა, აღარ ვა. ანუ ეს ლიტრანახევრიანი ბოთლები და აწი ფედერაციის პარტნიორი გახდა და ნუ ყველა ჩემპიონატზე დიდი ის გვექნება რა ქვია, შამპანი უფრო დიდი ხანი ექნება ბიჭებს უწაობის საშუალება. კი ბატონო, ბიჭებს უწაობის საშუალება უფრო დიდი ხანი და თქვენ დასვენების აი ეს არის ის მარშლის ხო, ეს არის არასდროს არ გვყავს რომ დავინახოთ safety car. ანუ safety car-თან მივიდეთ. safety car-ი მივიდეთ, ხო. ეს არის მეორე რბოლის გამარჯვებულის. ახლა წავედით იმ ორიგინალური თასების იმას. ხო. და აი მეორე ახლა ამზადებენ. ეს არის პირველი თუ მეორე? რბოლის გამარჯვებული. ანუ ეხლა 2 საათზე რაც დაიწყება. ხო, და ის ხდება. და ეს რატო არის განსხვავებული? რაღაცა მოგბეზდა რა ეს ფექსის ჩაოლებრივი ხო. საერთოდ ხო ეს რაც პლასმას ყველა რო იყიდება და რაც გადაწყვეტ რეტროსპექტივაში. კი ბატონო. და პრინციპში ეს თო ჩაუშვანდა რომ მეორე რბოლის მერე ოღონდ. ისე გასატესტები თუ ეტევა ბოლო. თუ ეტევა, ხო, კი ბატონო. აი, აქ არის, ნახე, აი ეს არის ეს ოქრომები და ჯარიმები. ხო. ანუ დაშბორდია რა ესე რომ თქვა ისეთ ვისაც უშუალოდ ჭირდება ტრეკის ეს არის ტრეკის ხო ეს არის უშუალოდ რა ვნახოთ ხა ნომერს არ დავასახელებ კი ბატონო როლელი ნომერი ეს და ეს ხო საავადმყოფო ბრიფინგი დაუსრულებამდე დატოვება ბრიფინგის დაუსრულებამდე დატოვება ეგეც კი აღინიშნება ასე ვთქვა და არ შეიძლება კი ანუ ბრიფინგი ეს არის რომ ხელისუფლება იყო რა არის მე გააკეთო როგორ გააკეთო ის ინფორმაცია თუ არ მიიღე იქ მე რაღაცას გააკეთე კი ბატონო ეს medical car-ია რომელიც მე ძალიან მომწონს ამასაც დაგათვალიერებინე დიზელი გასაღებიც გვინდა თოკო მოდი რა და გასაღები წამოიღებს ანუ აქაც როგორი პროცედურაა რა აი მოტოები გადიან მე მგონი სავარჯიშოდ მე ხა თოკო არის ჩვენი medical car-ის პილოტი ხო და დაგათვალიერებინებს და ანუ რეალურად აბსოლუტურად სტანდარტული მანქანა არის, ნუ ცოტა ჩქარია რომ ის არ გქონდეს, რა ქვია. ხო. პილოტი უნდა იჯდეს ცეცხლგამძლე, რა ვიცი, რომ პირველი არის, ვინც უნდა მივიდეს რბოლის მომენტში. ანუ თავისთავად აღჭურვილია ყველანაირი სირენები და ასე შემდეგ და საინტერესო რაღაცაა წავუყევი. 328D, ეგ მომწონს მე ძალიან. ეკოლოგიურად სუპერ. ო, აქ რა ხდება? ხდება მერცხა არ დაგვაჭიროს ხო, კი ბატონო. ანუ
first aid kit-ი არის, თავის დეფიბრილატორი და რაღაც გამოჩნდება. ყველა სახის ფიქსატორი. საკაცეცაა და რაღაცა. აბსოლუტურად ყველაფერი რომ თუ დაჭირდა უცბად რაღაც გაკეთება, რომ ყველაფერი ადგილობრივად კონდეს ჩვენი საშუალებით რა. ბატონო. თუ ის ვერ პირველადია ეს ჩუქური რაცაა და რეალურად თოკო ისვამს ექიმს მანქანაში. ექიმის დადის როლას, ანუ პირველ დღეზე მიყვება ექიმი და მე იმის მერე განან დაქოქ მანქანაში ელოდებიან მუდმივად მზადყოფნაშია. მანქანაში ელოდებიან დანებას თავის საჭისგან თუ რამე ინციდენტი პირველ დღეს მაინც მიყვება, თუ რამე ინციდენტი მოხდა პირველ შედის თოკო. ხო. ეხლა და თოკო და ის ექიმი მიწუძის მანქანაში თუ გადაწყვეტს რომ უკვე სასწრაფოდ ჭირდება რაღაცა ასე შემდეგ აუცილებლად ეგრევე იმას ვაკეთებთ რო ქვია. უკვე იძახებენ ჩვეულებრივ ისე. ხო. ემერჯენსი სასწრაფოს და ასე შემდეგ. ბატონო. შეგვიძლია გადავინაცვლოთ ახლა იმას. კი. safety cars. ხო. ბატონო. თან გაგაცნობთ, რავი, ლაშას რო არ იცნობთ. ლაშანა. როგორ გიგითხოთ? მოკლედ ლაშასგან გვინდა გავხადოთ ბერლმაინლანდერი. ნახევრად უკვე გავხადეთ. გავხადეთ უკვე და რავი, აი მოგიყვებით ახლა ლაშა. იგენიც. safety car-ით რა როგორ ანაერად? ლაშა. რა საფუჭოს და ყველას როგორია safety car-ი, რა კაიო? არა. კითხეთ რომ რა შვილი. ძალიან შეზღუდული ხარ რეალურად, როცა ესეთ ხო, რაღაცაზე თან ზიქარ. ანუ ხვდები ესეც ჩაცმული, ესეც ჩაფხუჩიზის. ეს ანუ თან ესეც ის პიროვნება თუ medical car-ი გავიდა, ამანაც უნდა დაასრულოს medical ფაქტორად ერთად მიდიან რა, ყველაფერზე რომ რამე ის არის რა რა ქვია. შენ რა სიტყვი და შენი ემოციები როგორია წინა შეჯიბრზე და დღევანდელი გამოლოდინები რა არის? საერთოდ მოლოდინი მაქვს უფრო უკეთესი, იმიტომ რომ ჩემი აზრით ამინდი ძალიან საინტერესო არის და ჩემიც უფრო საინტერესო იქნება ხშირად გამოსვლა, მაგრამ ნუ იმედი მაქვს რომ მაგრამ ჩვენ შენი გამოსვლა არ გვინდა ბევრი. ვეცდები. მხოლოდ დაწყება და ხო, ჯობია. მაყურებელს კი უხარია, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში. და კაი რა გვაქვს, იცი ხლე. სულ ფიქრობდით რომ რა მანქანა, ხო იცი ესეთი კარი რა სახელს აინტერესებს რა და წინაზე ძალიან საამაყო იყო. ხო, ძალიან საინტერესო ფერარი ყავდა. და გამოიღო ფერარიმ შედეგი ის. ესე უნდა გავაკეთოთ ახლა ცოტა ხანი დავფაროთ ხო? აი რაც იყო რომ ფერარის გამოჩენამ გააჩინა ავტომატურად ლამბორჯინი ჩვენ საიტი გარად. ლამბორჯინი ცენტრალისტი დაგვიკონტაქტდა ძალიან დაინტერესა და გთხოვა რომ იქნებ ჩვენ რაღაცა ჩვენ ვიყოთო საიტი გარიო და ნუ აწის რა გითხრა მაგრამ ერთი ბობა არის უკვე და მოდი გასაგებია ლაშა ამას. კი ბატონო, ლაშა მაშინა ეს თან. კი ბატონო. გადავიდეთ ჩვენ უსაფრთხოების ავტომობილთან. ეს არის Lamborghini Huracan STO. ძალიან საინტერესო მოდელი არის. ეს არის 60 anniversary, ესე ვთქვათ, საიუბილეო. საქართველოში სავარაუდოდ ერთადერთია. და ესეც ესე ვთქვათ, წარმოგვიდგინა Porsche რაღა და ამოჭერით რა გინდა? ამოჭერით Porsche ვთქვი. ესე წარმოგვიდგინე Lamborghini ეძახის Porsche-ო, ხო, წარმოიდგინე, ჰა? არა. Lamborghini ისე იმდენად მიჩვეულიო. ხო. ჩემთვის იმის მოგიწია დღეს უკვე სიარული ამით. კარგი. თავიდან ვიტყვია მაგას. მიდი, დავაი. მოკლედ, რა მანქანა არის ეს? Lamborghini Huracan STO. ხო. საიუბილეო მოდელი არის. ატმოსფერული 5 და 2 ძრავით. 5 და 2. ხო, კი ბატონო რა, ცუდია? არა, ცუდი. ძალიან საინტერესო მანქანაა. იარ დღეს უკვე მოგიწია. ტრეკზე ჯერ არ მივვლია და ეხლა გავვალ ცოტა ხანში. წარმოგიდგინა Lamborghini-ის ცენტრმა, რომელიც სულ ახლა გაიხსნა. კი ბატონო. და ძალიან საინტერესო მოდელებს გვპირდებიან. ამის სახით უკვე საინტერესო ზღერს ეს ყველაფერი, ძალიან ლამაზი მანქანა არის, ნამდვილად და ძალიან ისე ვთქვათ უნიკალური, ისეთია რომელიც უნდა ყავდეს ალბათ ფარეხში, თუ ხარ ავტომობილი და გაქვს საშუალება აუცილებლად. ვფიქრობ, რომ დღესაც ძალიან საინტერესო დღე გველოდება. მე მგონი პუბლიკას ძალიან მოეწონება ეს ავტომობილი. მეც გამოვცდი როგორია. და შეადარებ ორ დაპირისპირებულ ბრენდს, ასე ხო, ხო? კი. Ferrari vs კი, Lamborghini. რა თქმა უნდა. ეს დაპირისპირება სულ იყო და ალბათ სულ იქნება ისევე როგორც BMW Mercedes-ში, ნამდვილად ეგ მომენტი. მაგრამ ამათთან უფრო სამართლიანია. იქ კიდე არ არის ეგრე. ხო, აი, იცი როგორი მომენტია, ავტოსპორტში ცოტა სხვადასხვა შედეგები აქვს Ferrari-ს, ამას სხვა შედეგები ეს აქვს. პატარაცაა ბრენდი ზოგადად. ხო, ასე ვთქვათ. კი, ახალგაზრდა არის, ბევრად ახალგაზრდა ვიდრე Ferrari, მაგრამ სამაგეროდ თან ისეთი ემოციურია და უფრო ესე ვთქვათ, როგორც ეხიან ხოლმე, უფრო ჰულიგნურია. ეს? ხო. ხო. ანუ იმას მაინც თავის შარმი აქვს. ეს რა არის ბიჭო?
გეი მობილი. ტრეკის შიდა გადაადგილებისთვის. ანუ ზრუნავ მომხმარებლის კი არა და მაყურებლის განწყობაზე ხო? ეგრე გამოვიდა. და შენი მოტო ეხა როგორ ხოძზე არის რამე? აი ძალიან კარგი. ნახოთ რა იქნება. გუში ნახე ამათი ისა? რა. შენ ზომას მსავალ ხო მიდი და საჯებს კითხე. ოღონდ გადაობის გარშე გეუბნები. ბენზინის სინს ხო იღებენ ესენი? ბენზინის სინს იღებენ და 102 ოქტანია ჩვენა პორტალმა. რას ლაპარაკ? დედასპიცა ვარ. გუში მაგარ პოსტა იმ მომენტში ვერაფერს ვერ გადავიღე და მე მიდი კითხე აბა ერთი ხომართლა ეგრეა. მეც ჩამიგდეს რაღაც. ხო ბიჭო 102 ოქტანია ჩვენ და ვერ მივხვდი რა ბაზარია. რამეს ხო არ ურევთ გონკის წინ თქვენ, გონკის წინ ალბათ ხო? ანუ დღეს არის წრიული მოტოში. ბიჭო მაგას მოტორბოლა ქვია? მოლაქვია, ხო. დღეს არის მოტორბოლის, წრიული რბოლის დასკვნითი ეტაპი. გუშინდელი ამ მინდის გამო სპრინტი გადმოიდო დღეს. და ანუ სპრინტი და რბოლა ერთ დღეს იქნება, ანუ საერთო ჯამს 15 წრე მოგვიწევს. ძალიან დიდი დატვირთვაა, როგორც ფიზიკური, მოტოსთვის, რავი, ფსიქოლოგიური. და დროში როგორ ესწრება ხა? მატერიალური ძვირია საბურავი. დროში რო ესწრებოდეს, ხო არ გვეტყოდნენ ეგრეაო. რო ესწრება, მაგიტო გადმოდეს თამამად. მე რა მაინტერესებს, რო გაწვიმდეს და ადიხართ მაინც თუ არა? არა. მოტოს შემთხვევაში არა? არა, იკრძალება. იმიტომ რომ წინასწარ არ გვაქვს გამზადებული ხო სხვა დისკებზე აწყობილი წვიმის საბურავები, მაგ შემთხვევაში არ გვაქვს. და ისე ზოგადად სოფლიოში ხო ჩემპიონატებში დაშვებულია რომ წვიმაშია. კი, როგორ არა, წვიმის ეტაპები ცალკეა, წვიმის ისინი აქვს, რა ქვია, საბურავები, დისკები გამზადებული და ჩვენ მაინც ღარიბი ქვეყანა ვართ. მარტო მშრალზე ხართ ჯერ სველზე მიჩვეული. ვართ ლომები. სველზე სელაპები. კაი, მოკლედ აქა ვარ დღეს მთელი დღე და კიდე სადაც გადაგეხრები და რაღაცები, საინტერესო რაღაცები მოგვაწიე რა. გითხარი რომ აბა ეხა ეს ხდება, იმას ეს გაუფუჭდა, ის ესეთ ხოძეა, ხო? რა, ხო ხვდები რა. კაი, აბა ჯიჯის წარმატებები უსურვოთ დღევანდელ შეჯიბრში. ავედი უყურო. სხვათა შორის ეს medical car-ი, მაგრამ მევასება იმენა. ძალიან კაი როჟაა, თან დიზელია. სანდროს მიმყავართ, არ ვიცი სად და ჩქარა-ჩქარაო. ხო. და ის ოთახი რო არის თავარი. შენ რო იამაყერო, ფიასაც კი ვაჯობეთ ლამისო. აღაჩს ჩუმა ჩემოდი. აი. ჩუმად უნდა შევიდეთ. ოპა. აქედან მიმდინარეობს როლის წაყვანა. ყველა ინფორმაციას ხებულობს აჩი. ხო. და ადისტრიბუციებს დანარჩენ მარშრუტებზე, ვინც კი არის სადაც ჩართული რბოლაში. აქ წერება ყველა ჯარიმა, მელუდი, დათონებიერიძე და შოთა მამრიშვილი იქნებიან ახლა სტუარდები. ეხა ვარჯიშია უბრალოდ თუ რამე დაღურვა იქნება ზოლებზე. ხო. და შემდეგ გორ ბოლოს აქედან მართავენ. ეს არის ცნობილი ოთახი. კი. ძალიან მაგარია. ნუ აქედან გვექნება. ვა. აქედან იქნება წაყვანა იმისი. აი ნახე რა საინტერესო დროშა გვაქვს, ხშირად არ არის რა ეს დროშა. შეხედე? ხო, აი შენ რომ მითხარი, ბევრი ფერია, ხო რეალურად. ესე იგი 9 ნომერმა. ხო. აი პინგვინს ვეძახით ესე რა, შავ-თეთრი დროშა იყიდა. ეგ რას ნიშნავს? აი ეს არის რა ქვია. აი მაგას ამოუჭერ კაცო. არა რა სამოჭრილოს. შავი თეთრით არის რომ არასპორტული საქციელი ჩაიდინა და მეორჯერ გაიმეორებს და იმას ისევს რო ქვია. მოიხსნება. ხო. აქ იჯდება ლიო და პატა, რომელიც წაიყვანენ იმას, რა ქვია. შენ გეჭიროს, რომ ჩემო გამომიცე. კიბეებმა დამბრიდა ამორფენა. ხო, ნუ აქ იქნებიან წაყვანები, სეტანდაზე გვექნება ახლა ლაივი. აქედან წაიყვანს ლიო, პატა და ფორმულა 1 როგორც მიყავთ, იზახიანო გადაუჯოკროთო იმ წაყვანას და რა ვიცი შევხედე. მოკლედ ამ ოთახში ხდება ყველაფერი, რა აბსოლუტურად ხედეთ რომ ხელფუსფუსია, ჯარიმების დაწერიდან დაწყებული time control-ი, რა ვიცი, ჯარიმი, ვინ სად გადაკვითა, ვინ შემოვიდა, მარშალმა რა გააკეთა, ყველა ინფორმაცია მოდის ამ ოთახში და ამ ოთახიდან შეჯიბრის ხელმძღვანელისგან, ამ შემთხვევაში აჩიკალოშვილისგან მიდის უკვე დისტრიბუცია, როგორც ხედავთ, თუ გესმით, არ ვიცი. რაც შეგვიძლია მოხსენ შენ წვანე გააკეთე, შენ რაღაც გააკეთე და ანუ ხელოვნურად აქედან მიმართება მთელი ეს პროცესი რა. მოგესალმები.
შენ რა სიტყვი ხარ? როგორ მოგწონს, როგორ გახარებული ხარ, რაც ამდენ წლიანი პაუზის მერე დაბრუნდა და ზოგადად წინა და ნუ დღეს ვერ შევაფასებთ, მაგრამ წინას როგორ შეაფასებდი და შენი ემოციები ზოგადად? ხო, ზოგადად თუ არ გაქვს წრიული რბოლა, რეალურად არ გაქვს რბოლები ქვეყანაში, მით უმეტეს რომ ესეთი ავტოდრომია საერთაშორისო სტანდარტის. ამიტომ ძალიან ძნელი იყო ამის თავიდან დაქოქვა და ძალიან ბევრი შრომა ჩაიდო. ინიციატორი სანდრო იყო ლომაძე, რომ გავაკეთოთ როგორღაც გავაკეთებთ, არ არსებობს გავაკეთებთ. ბევრი უყურებდა ამას სკეპტიკურად, მაგრამ ფაქტია რომ დაიქოქა და ნუ თან დაიქოქა. ბევრი მონაწილეა უკვე და ნუ მე ყველაზე ცუდი როლი მე გვამ შემთხვევაში სადამსჯელო ორგანო ვარ, მაგრამ ამის გარეშე არაფერი არ გამოდის, იმიტომ რომ თუ ანუ თავის ნებაზე მიუშვით, ყველაფერი ეს არ იქნება უკვე აკადემიური რბოლა, იქნება რაღაცა ქუჩის რბოლა, ამიტომ რა თქმა უნდა ეს ყველა წესი უნდა გაითვალისწინოს ყველა მრბოლებმა და შესაბამისად უკვე როცა საერთაშორისო რბოლებზე წავლენ, მათთვის არ იქნება უცხო ის სადამსჯელო ქმედებები, რაც იქ ხდება ხოლმე. ესე რბოლების დონეზე და ფორმაზე რა სიტყვი? ეხლა იქიდან შუშიდან რო უყურებ ხო რეალურად იქ ვარ საჭიროა ძაღლ ხო საჭესთან ვარ რეალურად ნებისმიერი რბოლი საჭესთან ვარ ხოლმე რაღაცა ხდება ანუ არ უყურებ მარტო როგორც გარედან ჩანს და ნუ ძალიან მაგარია თან ის კარგი ის არის რომ თავიდანვე მომზადებული შეხვდა ამას ყველა მრბოლელი და დონე უშუალოდ რბოლის დონე უკვე მაღალი თამასიდან დაიწყო, რაც რა თქმა უნდა ძალიან მაგარია და ვფიქრობ, რომ უკვე მომავალ სეზონისთვის წლევანდელი ყველა გამოცდილება ერთმანეთთან შეჯამდება და უკვე სტარტი ვიქნება, მომავალ წელს სტარტი ვიქნება სასწაული. არის მაიკე და შენ. პინგვინი განახეს. რა არის? რა არიცი? კი. მეორე ჯერ იზავდა. ანუ თეთრი ანუ ადრე გადავიდა. თეთრი და შავი და ნომერი. ხანონი ხარ? კი, ჩავწერეთ კიდევაც. მოვაწერე ხელი 150 ლარიან ჯარი. ვიხდით. ეს ინდონეზიას ლიშენიაზე გაუშვი, რომ არასპონსორსაცილი გაგვიდა. ადრე გავაკეთე მეტი არა. თეთრი ზოლი გადაკვეთ. დავიდე ხო, ანუ ეგ არის არასპონსორსაცილი. ეგ არის პარტზე რომ გადავუკეთე. გადიხარ. ხო, სუსუ ბოლოში უნდა სუსუ ბოლო გაცდების ზოლზე მე მოვხდი რა. კატასტროფა ჯარიმა, იმიტომ რომ გოლის შემოვერთდე რა. ხო. იქიდან რომ მოდიხარ გოლის შეგილია გადმოხვიდე. მივხვდი, კი. აი ხა ეს ახსნა დაკავება რა. რესტრიქტივ არია, სადაც მარტო მექანიკოსებს შეუძლიათ შემოსვლა და გოლელებს და ოფიციალურ პირებს რა. ხო. და შენ არის მეც. ვიზუნჩი როგორ არის ქართულად? ისა, ხო რა, იღლიანი, ხო. დღეს რა სიტუაცია ხა, ამდენი დარეგისტრირებული რბოლელია? 24 თუ 24? მაგრამ ერთი მოიხსნა. ანუ 24 იყო დარეგისტრირებული და ერთი მანქანა აიქაღენია მოიხსნა, ტექნიკურმა იმან რა ქვია, კომისიამ დაიწუნა ეს მანქანა. თვითონ მანქანის მდგომარეობა, ესე იგი არ იყო შესაბამისი. ხო, არ იყო ისეთი რომ ეს ყოფილიყო, ანუ შესაბამისად ეს ყველაფერი. ხო, იწეს კი, აი. ეს ყველაფერი ისქენით რა ქვია, რომ მოიხსნა რა. ხო. ანუ აქ გუში ღამე შემოწვა ეს მანქანები, ყველა გადმოვიდა დახურულ ზონაში, ღამე გაყვანისულება უკვე აქედან აღარ ქონათ, ანუ ამის მერე უკვე გაყვანის საშუალება არც ერთ ბოლოს არ აქვს ოფიციალური პირის გარდა. ხო. ანუ რო იქნება გოგრდ ვარჯიში გამოწვევა მას შენ, მაგრამ მაგ შემთხვევაში გადის უკვე ავტოდრომზე რა. ხო. აი განახეთ ახლა მარტივ რაღაცეებს. ეს ის კაცია, ხო მე მგონი რაღაცებს უწევს ხოლმე, ხო? ო, აი ეს არის ეს ისა, ამის ბრალია, ხო? ხო, ის ლუკი. აი განახეთ ახლა ვიღაცა ხოახტილია. აი წამოიქა იქ არის ახტილი და ნუ რა, აი ის არის რომ რაღაცა ბევრი ახალი გუნდი გაჩნდა რა. ხო. თავისი სპონსორით და რაღაც თავის ტენტებით და ამბებით, ხო. რაღაცებს იმაშვებიან რა ქვია რა. აჰა, დათასაც წარმატებები, გამარჯობა რა. გამარჯობა წარმატებები, როგორ ახართ? გამშვიდობის ეს. მიდი რა, არ დაგეზარდოს რა, მიდი რა მომი. ხო, აი ნახე. თუ არ დახურავს, ნახე, ყველა მანქანა აგე 20 გაიწა. გამარჯობა, როგორ ახართ? წარმატებებს გისურვებთ დღეს. მოიწე აქეთ. აბა რას გვანახებ ახლა? ანუ ყველა მანქანა არის ესე დალუქული რა. ო, ეგ რას ისოს? მოგვიწიოს რომ სხვა კვანძებში არის დალუქული, ანუ რო არ მოგვიწიოს ყოველი რბოლის მანქანის დაშლა.
შემოწმებით რომ ვიღაცას რაღაცა ნაჩალი-ჩარი ხო არა და გაძლიერებული. ანუ პროგრამული უზრუნველყოფა ღია გვაქვს შეუძლია ვისაც რა უნდა ის ჩაწეროს. ხო? თუმცა კომპიუტერში შესვლა საშუალებას არ აქვს. აჰა, გასაგები. ანუ ქართული კომპიუტერი და რასაც ამოიღებენ, მაგისულება აქვს. 30 ცხენს ამოიღებს, ყველა მის 30 ცხენი უკვე ამოიღო, მე ვერ ამოიღებენ. რაც შეეხება ის საშუალებითაც უნდა ამოიღო, იმას ზომავ და უკვე ტექნიკური იმაში განახერხეთ რა ქვია რას ვაკეთებ. ხო. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ სეზონის ბოლომდე ეძრავი ვერ დაიშლება. ხო. და თუ დაშლა მოუნდა, ტექნიკურ კომისარს გამოიძახებენ, ტექნიკური კომისარის თვალწინ დაიშლება ეძრავი, გადაამოწმებს რამე თუ არის და იმის მერე აიწყობა თავიდან დაილუქება რა და რაც შეეხება სეზონის ბოლოს პირველ სამეული დაიშლება აუცილებლად და კიდე რამოდენიმე მანქანას დავშოთ ეს შერჩებით რა. როგორც დოპინგზე ამოწმენ ხოლმე თამაშის მერე რა. შეიძლება მე-4 ადგილსაც კი ბატონო. და კიდევ ერთი მრბოლელი თუ შეიძლება დიახე. ორი მრბოლელი, ორი. გამარჯობა. კი, რა ხადაძე გადავიღოთ, უეჭველი ჩავწეროთ რა. უეჭველი. რა. ერთ წუთში გადის შადაძე კვალიფიკაციაზე მოეშვი. ხო, წავედით, ხო, გავაგზავნეთ. კაი, ეს ზაკრები პარკი, ესე იგი არის ეს. კიდე იქით მე დახურული პარკი, რომელიც რბოლის მერე ასევე ყველა მოდიან, ეს არის გოგა არჯევანიძე. კარგად, თავად. წარმატებები დღეს ასევე. ევროპის ჩემპიონი რო გახდა და გაცილმა რო არის. კარგად, თავად. გამარჯობა. ეხლა იქ ხوار მივდივარ, სადაც წონიან და აი. ხო. შევკახოთ. თან გაგაცნობთ იმას. ტექნიკურ კომისარს. ხო. მოდის ოპერატორი დავკარგეთ. არა, ცოტა შორს კადრს იღებს. გამარჯობა. სალამ. ხო, ეს არის საინტერესო ოთახი. ხო, ეს არის საინტერესო ოთახი. მაგრამ აქ ახლო მომავალში არ აპირებ ჯერა რომ შემოსვლას. ეხა არა, უკვე ნახე კვალიფიკაცია. აი გოგი მოგვიყვება ალბათ რომელი ჯობია. გოგი არის ჩვენი ტექნიკური კომისარი. ხო. აი ეს მე ვიქნები. კი ბატონო. მოდი აი შევიდეთ მოუხოთ რა როგორანაირად. ეს არის სასტორი. კარგი სასტორი, ხო რაღაცა. სათითაოდ რო წონის თითოეულ ასე ვთქვათ ბორბალს. ინა აქცონოთ? კი. არა, ოღონდ ამწონეთ, მაგრამ არ ვიტყვით საჯაროდ. წონას არ იყო. აკეთად იქნება, მგონი ჯობია. შემოგიყვე. აი ვინ უნდა ავწონოთ, ჩემი კაი. აი ვინ უნდა ავწონოთ, აი. ცენტნერს გაცდი, იცი? ხო, აი ვინ უნდა ავწონოთ. მე აქეთ აი ნახე, ლოგო გადამიღე, ლოგო იცის რა, იცის. ჭეშმარიტი ბრენდი. მოდი, წონებში ვეჯიბრებ, დადექი. დადექი აქ. მე გავწდი უკვე იმას. ცენტნერს მიდი. ოღონდ გენერაცია მიკეთია, ეს ვიქნები, 100-ზე მეტი ვიქნები. ხო, არ ვასახელებთ ბოლო ორციფს. ამოჩაო, ეხლა ნახე როგორ გადაწვავს ეს ხოლმე ტეხავს ხოლმე ორი ფეხით. რამდენიო? არ გაჩნდა ჩემი კაი. ფეხზე რომ გემოდე სასორზე და ხო იცი ბოლომდე რო დაარჩა. ჩინურად გეტყვი თუ გინდა და რო ვერ გაიგოს მაყურებელმა რა. 013 125. 5 კილო დაგაკლო კიდე. 130 ხო? ხო, მოკლედ, ესე იწოდებით, ანუ ყოველი მანქანა ესე შემოდის, წინა მხარე იქ დგას, უკანა წილი აქ დგას. ბოლოს როგორც კი აჩერებენ, ყველა ჩერდება პიტლენზე, ფასტლაინზე. ფასტლაინ თითო მანქანა გამოდის. ეხლა რა ხდება აქ პროცედურულად, რა? გოგიც უფრო დეტალურად მოგვიყვება რა. ანუ წინასა რა წონილი ყავს, ვიცით რამაც იწონა, ვიცით რაღაცა უსაფრთხოების პაკეტი რა აქვს, როგორ არის, რანაირად არის. აი, გვაქვს აღებული სინჯები. აგერ არის აღებული სინჯი. იმ ბენზინის რაღაც მომდაბი მომარაგებს. ხო. გვაქვს ორნაირი ოქტანომეტრი, რომელთაც ვამოწმებ და ვიცით რა არის და პლუს კიდე გვაქვს სიფტის საზღვარი. რაც გამორიცხავს, აი ზუსტად რაღაცა არა, ანუ ტექნიკური რეგლამენტი. რამდენი გვაქვს სპირტი დაშვებული თუ 1500 კილო. არა, სპირტი დაშვებული. სპირტი აღარა გვაქვს დაშვებული, რადგან სპორტალი ხავს. ხო. ანუ ერთი საწვავია, იმ საწვავისგან ვიღებ სინჩებს. იმ საწვავის შესაბამისი უნდა კონდეს კვალიფიკაციის და რბოლის შემდეგ. აჰა, და ეხა მაგალითად რა ოქტანი აქვს? ეხლა ამ წუთში აქვს 101 ოქტანი. 101 ოქტანი. კი. კი ბატონო. ოქტანი თამაშობს ტემპერატურის და იმის მიხედვით. ხო. სრულდება არის. მე მგონი კარგი ოქტანია. კი, არა, ნახე მთელი დადებითი რატო იყო რა, შემოყვანა რომ
ანუ ეს პრობლემა ქონდა რა, ვიღაცა სადღაცას ხავს, ვიღაცა რაღაცას ურევს, ვიღაცა ანასტროებს რაღაცა და ეგრევე ესე ვთქვათ თქვით, რომ აბა ვინდა გვიდება გვერდით საწვავით, რომ აქვე იყოს უზრუნველყოფილი, ეს ყველაფერი უსასყიდლოდ უნდა იყოს და ბიჭები ყველას უნდა ჩაეცხადოს ერთადერთი საწვავი და ცენტრალური აუზიდან მავიღეთ სინჯი, ნახეთ რამდენი არის, უკვე ვიცით რა უნდა კონდენდრებული თმերը და მოიწევს ვიღაცას თუ სხვა სინჯი იქნება, ესე იგი რაღაცა უკვე გაურია და ავტომატურად იმაშია რა. აი ხა მეგონი შემოვლენ ხო უკვე? რადგან გააღეს და იმზადებს. ხო, ესე გვაქვს ასევე ეს გვაქვს. ეგ არის განშათი. რა შვება ეგ? დიდ ლენზე გვაქვს სიჩქარის შეზღუდვა. ხო. ეს სიჩქარე არ უნდა იყოს. აი რა ამაზე შეზღუდვადის. ხო, გამოიწი? აჰა, 16-ით მიდის ხო, 18, ხო. ანუ შესაბამისად აქ 60-ზე მეტი თავისუფლება არ გვაქვს. ხო. და შეჯიბრიდან მარშალი რომელსაც მოჭირავს და ყველა მანქანას აფიქსირებს, რომ გადაჭარბება არ ქონდეს სიჩქარის, იმიტომ რომ აი ეს ადგილი არის, როგორ არის, ეს სასოფლოში ყოფა ეს არის. ეს სერვისული ზოლი, ვიბოდი ხო. აქ დაგვერხა აქ. ხო, შეისმოდა ხმა? ხო. ანუ ეს არის სერვისული ზოლი, აი ეს 1 მეტრიანი ნაწილი. არის walking zone-ი. ხო. ამ შემთხვევაში რომ აი ეს ხო. სასურველი არავინ არ იაროს, მაგრამ თუ გასავლელი აქ უნდა გაიარო, თუ აქ რაღაცები ხდება, აქ რაღაცები. და ეს არის fast lane-ი, pit lane-ი, რაღაც. შეზღუდვა არის ლიმიტი არ უნდა დაიშვას ამაზე მეტი. უი, წავა ბარემ ამ საევაკუაციო მანქანებში. ანუ აი ეს აქ რა ხდება ამ ზოლში? ეს არის ბოქსების წინ ტექნიკური, ეს ახლა რადგანაც ჩვენი ავტოდრომი არ არის. აი ერთი მანქანა მოდის გადაიღე. მოდი ახლა ეს. აი და ეს გადაიღე თუ გინდა სიჩქარე, აი. სანდრო აქ რამდენს არ უნდა გაცდეს სიჩქარე? 60 არ უნდა გაცდეს. უკვე 100, 103, 108, 112, 112. არა, ნახე, აი, აგერ ისეს გვიკიდია, გაიხედა იქ თვალს. ნიშანი ხო 60 შეზღუდვა, ხო, რომ იხსნება შეზღუდვა 60. ხო, და ნახე ის მაშუკის რო ციმციმებს რა, თუ არ არის წვანე გასვლა არ შეიძლება და ლურჯი იმიტომ ციმციმებს, რომ ლურჯი ნიშნავს, რომ დაუთმე გზა. მოდი გამოიწემა ეს მართლაც შემოვიდეს. ანუ ლურჯი ნიშნავს რა, იცი ჯარიმარას რა შაქოს რა. უკვე სარბოლო მონაკვეთზე ვინც არის გასული, იქ არის უწყვეტი ხაზი მიდის რა. ამას აქვს პრიორიტეტი და იმას აქვს უფლება ეს ხაზი გადმოკვეთოს. ხო. ამ დროს ხო შეიძლება აქ აი ხა როგორც გავიდა რა, მეორე მანქანა შედის რა და ეს რო არ გადავიდეს და იმას არ შეექმნას ავარიული სიტუაცია რა. ამან რაც არ უნდა იყოს, თუ ლურჯი უციმციმებს, უნდა დაუთმოს იქითა გზას, თუნდაც გაჩერებას მოუწევს ლიანად რა, იმიტომ რომ ეს ჩქარი წნეზე არის და ამას უეჭდება ეს. ნუ შეაფრთხოს რა მარტო. მოდი გადავიდეთ აქ და safety car. კი ბატონო. მორიგი safety car. მორიგი safety. არა, ეს არის უკვე rescue car-ი. ხო. ანუ ეს მარტივად აღჭურვილი ის არის, ანუ გამზადებულია უკვე ყველაფერი. დღეს იქნება გამოთრევის პრობლემები? იმედია, არა, გამოთრევის ძალიან სასწაულო. აი, ჩვენ ოპერატორს რაც უყვარს გადავრჩით მაგ თემას. გამოიწი, მანქანა მოდი. მოკლედ, გამზადებულია უკვე საბუქსირე თუ რამე რო ეგრევე ჩააბას, ბლოუერი რო რაღაცა თუ დაიკარა რაღაცა. უშუალოდ რბოლიზოს უკვე ცემენტი და სხვა ნივთიერებები ედება რო ზეთი თუ დაისხა. ხო. ნუ სახანძრო თავისთავად და ბიჭებიც აი ესე ზიან და გამზადებულები არიან რო თუ რამე დაგქონდა წავიდნენ. აქეთ აგვაქვს წარმატებები და მშვიდობიანი შეჯიბრი. აქეთ გვაქვს მეორე, ეს უკვე ჩვენი. ეს მე მგონი ის იყო თვითონ ეს არის თქვენი მანქანა არის ფედერაციის რა. აქაც ნახე ძალიან ეს ცოტა ისე გვაქვს, უფრო მეტად კარგად აღჭურვილი გვაქვს, ხო, იმიტომ რომ ამ მანქანას ასევე ვიყენებთ აღმართის დასწრებებში და კი, მინახია ბევრჯერ. ხო, და ნუ აქ უკვე გაცლებით მეტი ცეცხლს საშუალებები გვაქვს. და ბევრად დიდი. რაღაცა ლიბიოტკები, ქართულად როგორ ქვია. ჯალამბარი. არა. რა? ჰიდრავლიკური, გადამჭრელი და სეკატორი. ანუ ბევრი სხვადასხვა რაღაცა. გასაგებია, ხო. და ასე შეიძლება. წინა ბოლოზე პრობლემა ამის ლაციფა ის რომ უბრალოდ იქ ძალიან ღრმა ის არის რა. ხო. ხოლმე მეტრანახევრიანი ხლეში. ხო. და რო ჩაჯდა ხიდი არ ჩაუხდია რომ შევიდა. გასაგებია. გადასვლა რა. და ნუ სასტრაფოს მანქანაც არის. ხო, და სასტრაფო ორი ეკიპაჟი დგას, ერთი იქით დგას, ერთი აქეთ დგას, თუ რამე დაგჭირდა, რომ ეგრევე მომენტალურად. დღეს არის იდეალური პირობები, რატომ ისე წინაზე ძალიან მაგარი ხო, ივენტი, ლაივს მაგრამ ძალიან მაგრაც ხელოდა. გახსოვს და ზოგიერთი მრბოლელი ცუდადაც კი გახდა. სიცხის გამო პირველი დამთავრების მერე რა. არიან ბიჭები მიჩვეულები ამ. ხო, უკვე ნელ-ნელა იმას აკეთებენ, რა ქვია.
ეხლა მიგიყვანთ საიდანაც ჩვენი ლაივების ტრანსლება ხდება ტელევიზიაში. აჰა. ეს ოპერატორს დააინტერესებს ალბათ როგორ ხდება. დავუბრუნდოთ იცნობე კიდევაც ერთმანეთს და თუ დაგისახელეს სახელი და განახეს. დილამშვიდებისა ბიჭებო. ბიჭებო, თუ ჩვენ იღებთ და ეხლა ჩვენ უნდა გადაგიღოთ რა. როგორ აქვს? მოკლედ, აგერ ვიდეოსკოპი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენ იმას, რა ქვია, გადაღებებს. აქ რაღაცა მოლა გაქვს შერთული. მოლე. მოლე. ნახე რა გაქვს შერთული? სხვა ვიდეო არ იყო ტესტია. ხო, ლოცულობს. არა, ეს ტესტია რა, მშვენივრული ლოცვა. ნეპალური ლოცვა. აჰა, გასაგებია, ხო. ლოცულობს რომ ლაივი არ ჩაუვარდეს ნეპალურად. ისე მართლა ამინდი თუ გაუარეს და ღმერთმა დაიფაროს, რამე პრობლემა არ შეიქმნება, ხო? არ პრობლემა არ შეიქმნება. მოკლედ, აი ეს ბიჭები უზრუნველყოფენ გადაღებას, მოდი შენ გადაიღე რა ხდება ხალხმა. ანუ აქაც რეალურად იქ-ზევით რაც უნდა კი, კი. დუპლიკატი არის. აქედან გადაეცემა იქ რა. არა, ის სხვა კამერებია. ის სხვა კამერებია კიდე? ის დღეზე განთავსებული კამერებია მასშტაბის. გასაგებია. თუმცა აი სიგნალით შედის და თუ რომელიმე კამერა აქედან ჭირდება, ამაზე ჭირდება. კი ბატონო, მიხა, ეგ ძალიან მაგარია, ანუ ორმაგი ასე ვთქვათ, ხო, ერთ რესურსზე არ ხართ მარტო. რეჟისორი, ანუ ტრანსლირებაზე ვინმე უკმაყოფილ თუ არის, არ ჩვენზე უნდა იყოს, არც არის, უნდა იყოს კონკრეტულად რეჟისორზე, ვინც აჭერს გადართვას. უი. რეჟისორი არ გამოაჩინოთ მაშინ რომ რამე. არ არის. არ არის. გამოხორგიჭი შორი. ნორმალი. კაი, ძალიან და. გრაფიკები შო ყველაფერი დავა. კი, არის. აქ როგორ დადიან აქ? აქ ხო. ბიჭები როგორ ფორმაში არიან? მაგარი. აი მეც ეგრე ვფიქრობ სხვადასხვა. ხაჯაია, თავართხილაძე სანდრო. ხო. იმენა აი ძალიან მაგარი ბავშვები არიან რა. აგაჩენა? მით უმეტეს სანდრო დათას ბიჭი ხო. გესიამუნება ისედაც, ყურება გესიამუნება რა. უშეცდომო, ცივსისხლიანი, მომავთაობა გვეძდება. მაგარი და მაგარია. ძალიან მაგარია რა, იმიტომ რომ იგენი გავლეს საქართველოს გარე და საქართველოს სახელს გაიტანეს, საქართველოს დროშას აწევენ და საქართველოს იმს ამღერებენ. როგორც ჩვენი მოჭიდავეები შვებიან, ისე იზამენ ეგენიც რა. კი ბატონო და წარმატებები მათ რა განსაკუთრებით. თქმა უნდა რა და ნახოთ რა იქნება. თავარი არ გამოწვევს. მე მგონი არა და ესეთი განათება თუ დარჩება, ტემპერატურაც კაია, ნაკლებად განხურდებიან და რაღაცა ხო რა. მანქანასაც კაია და უფრო ისედადიან ეხა მანქანებიც რა სტაბილურად რა. წინა შეჯიბრი გახსოვს რა სიცხე იყო. დაიბრუნეთ თქვენი საინფორმაციო ღრუ. არაფერი. აი, მეც აი, მრბოლელი და შტურმანი. ხო იყო ეგრე? აუ, კი, აუ. ლევი ტრეციო თუ რაო? ჰა? ლევი ლევიჩიტერიო. ხო. ლევიჩიტერი კი არა, ნიტრიგუჩი ტრამპლინი მეთქი და წინა შიტოქზე მაყოხიალა ბოლოს. რო გადახტა. თქვენ თვითონ გასაჯეთ ეხლა რა ვიცი. ვის დავიჭერე. კაი, ჩაოს კიდე დაუბრუნდებით თომოალში. აბა, რა გაიყო რამე? აი, სურპრიზი მაქვს შენ. სიურპრიზი, აბა. შენთვის არა, შენ რა სურპრიზი მქონდა გიყო. არისთვის, ამის მე მაგი გამიწოდა. აუყევი? როგორ უხდება ურაკანს ეს ზევით პიოპაოსის რო ადევს. მოკლედ, აი ამით უნდა გაგატაო რა. მართლა? გინდა? კი. просто იმაში აღარ ჩაქსვავ და ამაში ჩაქსვავ. ვა. მე და ეს უკვე სერიოზული სიურპრიზია, სერიოზული და ნაქვია. დიდი მადლობა ფედერაციის პრეზიდენტს. აი რა კარგია. თან მე გადაცემაში მოვედი ხელს არ. და სხვადასხვა ეს ბატონი ფედერაციის პრეზიდენტის მანქანაა და აი ეთქვა ძალიან ჩუმად დადის ხოლმე რა. რა ხდება არ ჩაიხედოთ? არა, აი დაუფარავ მე, მიდი. მე ვეფარები. არ განახებთ რა ხდება საბარგულში. სენსორ დაკდა ესე დავაწევთ. მოკლედ. ხო არაფერი არ გაჩვენეთ, ხალხს არ ელოდება. ხო. რა. ეს არის ამით გავხდით ვერცხლის პრიზორები იმას რალი ბულგარეთში. ხო. ერთი უდევს ერთ-ერთ კაცს საჩუქრად და მეორე გექნება შენი. ვა. ხელს მოგიტანა. კი ბატონო. შეგეთი ის დაამკვიდრო რომ ყველა ბოლომდე მოგიტანოს ერთი ხალხათმა. ვა. საჩუქრს ისეც ვერ მოგცეთ ხომ? არა, ეს არის ძალიან ფასეული და განსაკუთრებული საჩუქარი, ვისაც ძალიან დიდი მადლობა. არ იქნება რა.
რა, ეხლა წამოსვლა მარკერი ვიშოვოთ და კი ბატონო, დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ოფლის ის ხო რა, კი. აი ხა ვინც ვერ ერკვევა, რა უნდა ამის გარკვევას, მაგრამ კი, ეს ისეთი თემაა, რომ ეხლა მესიმ რო გაჩუქოს თავის მაიკა რა. პუცი? ხო კი ბატონო, ანუ ეს თავის რაღაც აქსესუარი რა. ინვენტარი. მიდი დამიქო გამიხურე რა. აი მე მგონი ხო არ იწონიან და მოდი გადავიღოთ რა. აი ეს ის პროცედურაა წეგანათაც საუბრობდით რა. 1428 კილო. იწონის ეს მანქანა 1428 კილოს. ხო ნახოთ ბარე მეორე მანქანაც აშვება, აბა რამდენი კილოა. ხო, მძღოლიანად. აი რა გითხარ, ნახე. ფიტლენი დაიკინა. ხო. თელი აინთო და ცენტრალურ ბრასლეტს უკვე თელი. რა, შესაბამისად დაშუქება შეუძლია უკვე იქით გასვლა რა. ეხლა ესე ბიჭები დაალაგდებიან. ყველა ხო, კვალიფიკაცია რადგან ძალიან ბევრი ვართ რა, გავყვებით ორად. ხო. ეხლა ეს პირველი ჯგუფია, პირველი ჯგუფმა იარა, ეხლა თანამშრომლობენ და ეხლა მეორე ჯგუფი შემოვა რა. ამ მომენტში არ აქვს უფლება, არც გადმოვიდა მაგალითად, არც კანდიდალიო, ანუ არაფერი რო წონას და შეხება არ კი ბატონო. რა. ყველა გრამი მნიშვნელოვანია. თუ დააკვირდებით ხო ფორმულაში და რაღაცა რა. მაგალითად რომანა პირველი რაც ხდება, ანუ მიდის და სასწაულზე დგება თვითონ პილოტი ჩამოვიდით და ხათათმანი და ყველაფერი რა. ხო. იქ საზღვართან პილოტი იწონება, რომ დროში არ გაიჭოდონ და ეგრევე იმაზე გაწავდა ქვია, ინტერვიუზე და რაღაცაზე რა. ისე ჩუბროლას რო ავტორი ჩვენც ეგრევე ვაკეთებთ რა, მაგრამ ყველაზე არა პირველ სამრაუნდში და ჩეჩო რო წოდება მიდის რა. ანუ რეალურად ბოლა რო თავდება, ბოლა არ მოჩი, კიდე გრძელდება ყველაფერი. ყველა საინტერესოა ესაც ბევრი ჯარი, მაგრამ ხო ეს ხალხი კიდე ზიოს ეს ამეულდა ჭეფთარიან კონსტრები. ზიანა და თავიდან უყურებენ ამ რბოლას, მე ორდებს რაღაცა განხილვები და ასე შემდეგ რა. ორი წამი გაჩერდი? მაისურად ეს კაპუცე მოაწეროთ ხება. ხო, ისა პრინციპში ამაზეც მოგებოდი რა. ხო. ეს არის აქედან რო გამორთავოთ, რა ვიცი, შეება და ამას გამორთავ და ცეცხლმაქრი გაიხსნება სალო. ვა, აი ძალიან მაგარია რა, ძალიან კარგად არის ორგანიზებული. ხელმოწერის პროცესი დავაფიქსიროთ. სუდად გამოჩნდება, მაგრამ ხო. 2017 რალი ბულვარს ვერ დავარ. არ გინდა არა, იყოს ხო საკმარისია 2017 რა. 2017. всё. კი ბატონო. ამ შვიდობაში და კაცი გაისაჩუ. გაიხარე, დიდი მადლობა. მეგობრებო, ორი კომენტატორი, ვინც წაიყვანს დღევანდელ შეჯიბრს და ასევე ვინც წინა შეჯიბრი წაიყვანა. წინა მარტო პატას მოუწია, იმიტომ რომ ფორმულა 1 იყო პარალელურად და შენ იქ იყავი, ხო? ლევან მიმინოშვილი და კი ბატონო. ბიჭებო, თქვენი ემოცია, თქვენი ეს განწყობა როგორია საქართველოს ჩემპიონატის საყვანა და ზოგადად აი ამ ყველაფერზე, ამ ატმოსფეროზე, გარემოზე რას გეტყვით? ყველაზე მეტად რაც სასიხარულოა ის არის რომ დაბრუნდა წრიული რბოლები. წრიული რბოლა არის ალბათ ავტოსპორტში და ზოგადად მანქანა, სადაც არის საწვავი, სადაც არის საჭე და პრობლემები, ეს უნდა იყოს წრიული რბოლა და არის თან შეჯიბრი პირდაპირ, ანუ ვინ პირველი მივა და ვინ გადარჩება, ანუ ეს არის თავარი. ამიტომ ყველას ურჩევ მართლა ის სანახაობა მანქანა და საწვავი არის ქართველი ადამიანის სისხლში, ხო? ყველას ურჩევ რომ ჩამოვიდეს და უყუროს ამ მართლა მაგარ ბრძოლას, იმიტომ რომ თან ბიჭები ერთმანეთს კარგად იცნობენ. და ანუ აი დაუნდობლობა აქვთ ერთმანეთის და თან ეს პატარ-პატარა ტრეშტოკები და რაღაცებიც არის. ამიტომ საინტერესოა ნამდვილად და სეტანტა რეისინგ სეზონს აუცილებლად უყურეთ. 4 რბოლაა ჯამში, 4 ეტაპი უბრალოდ და 8 რბოლა.
და რაც ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ამინდმა შეიძლება კოლექტივები შეიტანოს, ჯერ რაც დაბრუნდა წრიული რბოლები არ გვინახავს რბოლა წვიმაში და იქნება ძალიან საინტერესო თუ მოუსწრებთ წვიმა და ამიტომ ყველას ურჩევ რომ ჩამოვიდეს ზოგადად ამ სერიებზე და უყუროს. თუმცა წვიმა თუ იქნება, მაშინ მოტოების ჩემპიონატიც ხო არა და იმათ ერხევათ უკვე ის ვეღარ გაიმართება. ხო და ამიტომ ჯობია რომ მე მგონი ისე იყოს რომ მოტოზე არ გაწვიმდეს და მერე გაწვიმდეს. ბიჭებმა ააშრონ და მერე მოტოებმა იარონ. ხო და აქ ყველა საინტერესო ის არის, სხვა შორის ველაპარაკე პილოტებს. შედარებით ახალგაზრდა გამოუცემმა პილოტებმა წვიმაო არ გვინდა. იმიტომ რომ არ უნდათ საერთოდ. ცოტა გამოცდილი ვიცარი, ესე დგას და გაწვიმდი. ანუ ცალსა მოკლედ ძალიან ბევრი ემოცია, სხვადასხვა თაობა ეჯიბრება ერთმანეთს და აი ამ ყველაფრის მიქსი გვაქვს რუსთავში და ამას მაგარი შეჯიბრი არ ვიცი. თაობას დავამატებ, რომ ის ბიჭები არიან ეხლა აქ, რომლის მამებიც იბრძოდნენ ოდესღაც წრიულ რბოლაში, როცა სანამ შეწყდებოდა. და თან ევრონასკარის წარმომადგენელი ყავს, ხო, სანდრო თავარდქელაძის სახით და მეორე ევრონასკარის წარმომადგენლის შვილი ყავს, უკვე სანდრო ქაჯაიას სახით. მოკლედ ძალიან საინტერესოა ნამდვილად, მით უმეტეს წინა ეტაპის მეორე რბოლა იყო სასწაული, რომელიც ცოტა ღამის ეფექტები შეემატა და მოკლედ ყველას ურჩევ ისევ და ისევ რა აი ეს დაბრუნებული წრიული რბოლები აღვნიშნოთ ხოლმე ერთად ყველამ ძალიან ბევრი ადამიანი ვიყო ზოგადად ტრიბუნებზე. ამიტომ 5 წითლის ჩაქრობამდე ახლად. ჩვენ გვერდზე იმყოფება ცნობილი წუნერი GT პერფორმანსის დამფუძნებელი ნოდო. აბა წინა შეჯიბრთან შედარებით რო გითხრა 1-2 სიტყვაც წინა შეჯიბრზე რა ხდებოდა და დღეს რა ემოციებია და დღეს როგორ ხოძე ხარ? კი ბატონო, წინა შეჯიბრზე ტექნიკური პრობლემები ჰქონდა და არ ვიყავით სრულ მზადყოფნაში, ეხლა ბევრად კაი ხოძზე ვართ, ესე რომ ვთქვათ, 2-0-0 9 ვანახეთ, რაც მე-7 დრო არის კვალიფიკაციის მიხედვით. ზევით არის, აი მინდა მეასედებშია სხვაობები რა, ყველა. ხო, ძალიან ახლო ძალიან ახლო ბრძოლა არის, ზევით რა, ყველა არის 2-0-ში, ერთი კაცის გარდა. ხო არ ვიაროთ და ნოდარას მაგასკენ წავიდეთ. წამო. მოკლედ დროით კმაყოფილი ვარ და რევერს რბოლაზე არის განსაკუთრებით კაი რომ მეორე ადგილზე ვიწყო. ანუ წინ ვიდგები რა. ხო. თავარია წინა რბოლასავით პირველ მოსახვევში რაღაცა არა ვითქვიფოთ. ხო, ეგ პირველი როლის გადავლა არის, პირველი მოსახვევის გადავლა არის თავარი. რო არ დაიმკვეთ რა. ფედერაციის პრეზიდენტმა მითხრა და მაგიტო ვიტყვი. ესე იგი კომპიუტერებში, ქართულ კომპიუტერებში მივეცდ უფლებაო, რომ რაც შეუძლიათო მაქსიმალურად გაწურონო და 30 ცხენი ამოდისო მაქსიმუმად და ყველასო ამოღებული აქო და შენ შემთხვევაში აი შენ თვითონ ხარ აკეთებ მანქანებს, ხო? შენი მანქანა მაგ მდგომარეობით დინოზე თუ გეყენა და რა ხოძზე ყავს? ჩემი მანქანა დინოზე არ მეყენა რა. რატომ? იმიტომ რომ აი მართლა აი ძალიან ცოტა მოდის. და ნუ რაღაც ბეის ტიუნი არის და ისე რომ გზაზე დავანასტროიკე, აი აქ სხვა პირობებია რა, დრაგის განსხვავებით და 100-200-ის გაზომვის ტიუნები რაც კეთდება ძირითადად იმის განსხვავებით ტრეკზე ცოტა სხვა მიდგომა არის საჭირო და იქ გაწურვა და რაღაცა არ გამოდის, იმიტომ რომ მე სტაბილურობას კარგავ რაღაც და საიმედოობა კიდე. ხო და ამ შემთხვევაში რავი, ტოპ სპიდი მაქვს 186 კმ/სთ GPS-ით და მე მგონი დაახლოებით ესე დადის ყველა, ზოგი ცოტა ნელა, ზოგი ცოტა ჩქარა, მაგრამ ნუ ოფში შოტში. ეგ შეინძახი ტრეკზე რას გაქვს ტოპ სპიდი? აი სატორმუზე წერტილამდე სტარტ ფინიშის პრამ სწორზე, ანუ სპიდომეტრით 200 რაღაცა არის თუ არ ვცდები და რეალურად GPS-ით არის 186, 187-იც დაგვიდია მაქსიმუმ. მაგრამ დინოზე არ დაგიყენებია და არ გაგიზომია რა ცხენი. მე რატო იცი 3-დან 0 ატმოსფერული რო არის, აი რა რესურსი აქვს ამძრავს რა. 230 ბიჭებს ეყენათ ჩემთან სტენდზე და 230 საბურავზე. 230 საბურავზე ძალიან ბევრი არ არის? არც ისე ბევრია, ნორმალური. ზრაუზე დაახლოებით ამდენი გამოდის. ალბათ რავი 260, 270-მდე და. მეტი არა? იმიტომ რომ 258 ცხენი უწერია ისედაც. ხო, მაგრამ ნუ აი ეგრე გამოდის რა, რამდენია 18% დანაკარგი. ხო და მე ვფიქრობ რომ მეტი ექნება. მეტი ანახეს 282. ხო, 280. ანუ აი 4 და 4-ვით ცხენი აქვს რა. ნუ თუ 18%-ს დაკარგავ, მაგრამ არ ამგონია 18-ს მექანიკა კარგავდეს, მაინც მოკლეს. ხო. კაროჩე 270-ის ფარგლებში ცოტა პლუს მინუს ეგრე. მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს. წონა მანქანების 1400 კილოა. წონასთან შეფარდებით მაინც ცოტა ნელია რა ამ ტრეკისთვის, მაგრამ გასართობად ძალიან მაგარია რა.
მეც გირჩიეთ, გითხარი და თუ გაგისწორდება, მე 1-2 წრე მოარტყი, პროსტა რომ მიხდე როგორია რა. ბაზარი არა, კი, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა. სხვა მხრივ აი პადუესკაზე ტორმუზებზე რა სიტყვი? ყველას გვაქვს ერთნაირი, ომოლოგაციები საკმაოდ და ის რეგლამენტი საკმაოდ ის არის, რა ქვია, strict როგორ არის, კაცრი და ყველა არის ერთნაირ სიტუაციაში. პადუესკა ყველას ერთნაირი აქვს, ტორმუზი ქარხნული უნდა იყოს სუპორტი და აპორნი პროსტა ახალი მიყენია, მაგრამ ქარხნული და კალოტკა მიყენია ჰავკები. და სითხე, ტორმუზის სითხე და ტორმუზის გაგრილება მიმართველები, თორე აქ ტორმუზს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სტაბილური იყოს. შენ ხო ხა პირველად გამოდიხარ სრულუოზე ზოგადად, ხო? კი, პირველი აი, როგორი ის არის რა, ამ სპორტში ჩართვა ემოცია. მაგრა გაასწორა პირველი დრაგზე ხო გამოდიხარ, აი დრაგს რო შეადარო მაგალითად. ხო, არა, დრაგი საინტერესოა არ არის. ამის მერე რა, დრაგზე ცოტა სხვა თემა არის, იქ უფრო მანქანის და პროექტის წარმოჩენის საშუალებაა, ვიდრე მძღოლის. ემოციურ შკალაზე რო შეადარო, აი, სადაა დრაგი თქვა და სადაა ეს. არა, ეს ბევრად დატვირთულია ემოციურად, კი, ადრენალინი და ყველაფერი, ხო, აქ ყველაფერი მეტია. გაათმაკებულია დრაგთან შედარებით რა. ოტო თავართხილაძე, ცნობილი მრბოლელი, დღეს ფედერაციაში ასევე გენერალური დივანი, საავტომობილო ფედერაციის გენერალური დივანი ვარ. როგორც მრბოლელი უკვე პენსიაზე გამიშვა შვილმა. რომელსაც აუცილებლად ახლა შემოგთავაზებ და ჩავწერთ. რა სიტყვი ზოგადად იმაზე რომ დაბრუნდა ეს შეჯიბრი და განახლდა მრბოლელების მდგომარეობაზე, რომ დონე როგორ გაიზარდა? ძალიან მაგარია, ბევრი შრომა ჩადო საავტომობილო ფედერაციამ, რომ წრიული რბოლა დაგვებრუნებია. 8 წლიანი პაუზა ჰქონდა და ახალი გუნდის ბევრი შრომით და სპორტის სამინისტროს დახმარებით დავაბრუნეთ წრიული რბოლა. ფაქტიურად მონოკლასია, ყველა ერთნაირი ავტომობილებია, შეძლებს დაგვარცხა პატარა სხვაობები, რა თქმა უნდა, იქნება და უკვე მძღოლების ოსტატობაზეა. ბევრი გამოცილი მრბოლელი დადის, მაგრამ ბევრი ახალიც არის. 22-23 მრბოლელი გვყავს, აქედან დაახლოებით 9 ახალი შემოდინებაა და ძალიან მნიშვნელოვანია ეს და პრინციპში ეს პირველი სეზონი სატესტო სეზონია. დაბრუნებისთვის გავაკეთეთ, რომ 4 ეტაპი ყოფილიყო და შემდეგ სეზონზე კიდევ უფრო დაიხვეწება ბევრი რაღაცა ჩვენთვისაც, მრბოლებისთვისაც და იმედია შემომატება იქნება და იქნება მეტი მრბოლელი და ახალგაზრდები, რაც თავარია 5-6 ახალგაზრდა დადის, ისეთი ახლა კვალიფიკაციაც სანდრო ქაჯაია მოიგო ახალგაზრდა მრბოლელმა და წარმატებას უსურვებ ახალგაზრდებს პირველ რიგში. კი ბატონო, ზოგადად მე მგონი 8 წლიანი პაუზის მერე პირველიც და დღესაც დონე კარგია მე მგონი უკვე. კი, რა თქმა უნდა, დონე კარგია, საქართველოს ჩემპიონატში ზოგადად კაი დონეა, ბევრი პროფესიონალი ისეთი გამოცილი პილოტი დადის, რომელიც წლებია უკვე ასპარეზობენ და აქედან გამომდინარე, ახლებსაც მოტივაცია აქვთ, რომ ახლოს იყვნენ გამოცემულ მრბოლელებთან და რეალურად ამ 22-23 კაციდან 15 მინიმუმ ისეთი დონის არის, რომ საკმაოდ ნებისმიერ შეჯიბრში შეუძლია წარმატებულად იასპარეზოს. მსოფლიო დონეზე. რა თქმა უნდა, მსოფლიო და ევროპის დონეზე და გაიზრდება აუცილებლად დონე კიდე ჩვენი მხრიდანაც, მრბოლელების მხრიდანაც და უფრო კაი ჩემპიონატ შემოგთავაზებთ წრიული რბოლაში. სანდრო, მოგესალმები. წარმატებებს გისურვებ, რა თქმა უნდა, დღევანდელ შეჯიბრში. შენი ემოციები რა, პირველ ერთი თვის წინ რო იყო, დღეს როგორ ფორმაში ხარ, შენი მანქანა როგორ მდგომარეობაშია, წინა ეტაპის გამარჯვებული ხარ ერთ-ერთი ბოლის და ეს ყველაფერი რო შეგვიჯამო და გვითხრა რა შენი ემოციები და შენი განწყობები. კონკურენცია ძალიან მაღალია, როგორც წინაზე ხაც, კვალიფიკაცია იყო უკვე და მეორე დრო მაქვს, მანქანა ცოტა რაღაცეებს არ არის ბოლომდე გამართული, ესე ვთქვათ, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ქულები დავაგროვოთ ჩემპიონატში და აი შემდეგი რბოლისთვის უკვე ბოლომდე მომზადებულები ვიქნებით და პირველი რბოლად საკმაოდ კარგი გამოდგა წინა ეტაპი, 20 მანქანა სადაც არის, იქ ყოველთვის მაგარი სანახავი. ღამე რო იყო ძალიან მაგარი იყო. და შეტრიალებული, ესე ვთქვათ, პირველი 8 კაცი უკვე უკრინდა რომ ძლიერები იწყებენ, ეგ არის ყველაზე სანახაობრივი და რავი, ალბათ ყველა ვისაც რბოლები უყვარს, აუცილებლად უნდა უყუროს ამ სანახაობას. კი ბატონო და მაგ მეორე შეტრიალებულში, როცა შენ უკანა პოზიციიდან დაიწყე, მან გახდი გამარჯვებული. მან გამოცდილებამ თავის იქნა, იმიტომ რომ უკვე 13 წელია, რავი, წრეულ რბოლებზე გამოვდივარ და გასწრების სირთულე თავის იქნა და ნუ შევძელია მე-7-დან პირველზე გავედი. ძალიან მაგარია და ასევე, რა თქმა უნდა, ეხლა ხანს იყო ევროპიან ნასკარის შეჯიბრი, სადაც საპრიზო ადგილი დაიკავე, ხო? აი ეგ როგორი თემაა? მან ცოტა 1-2 სიტყვით რო გითხრა, რა ემოცია იყო შენთვის პირველად და ეხაც რა როგორი სიტუაციაა, მან რა კონკურენციაა და აი რა ძალისხმევას მოითხოვს შენგან? ნუ იქ კიდე უფრო მაღალი კონკურენცია, რადგან ნუ ყველა უკვე გამოცდილი და პროფესიონალი მრბოლელი არის. მანქანის მომზადების დონეც უფრო მაღალია, თუმცა
ჩვენი მანქანა იქაც ჯერჯერობით რაღაც პრობლემებში არის, თუმცა ვფიქრობთ რომ უნდა მოვაგვაროთ. ჩემპიონატშიც კარგი პოზიცია გვაქვს, 30 ქულას ვაგებთ ლიდერთან და ჯერ კიდე 320 ქულა არის ასაღები, ასე რომ ჩემპიონების შანსი გვაქვს. ყველაფერი წინაა რა. ხო, რა ვიცი, თუ გვიყურებენ ქართველები და გულშემატკივრებენ, ძალიან გაგვიხარდება და ეს აუცილებლად რა თქმა უნდა. ბევრს ნიშნავს ჩვენთვის და შემდეგი ეტაპი არის 20-21-ში გერმანიაში, ეხა სექტემბერს. აჰა, და ეს სად უნდა უყუროთ ამას? YouTube-ზე, Euronascar-ის page-ზე ან Setanta-ზე აპლიკაციაში. კი. დიდი მადლობა და წარმატებები. მადლობა. ჩაო. ჩაგვიწყობდი დათასთან ინტერვიუ. დათასთან ინტერვიუ? ხო, ჩაგვიწყობდი თხოვები. თქვენთან ინტერვიუ გვიდა, ხო შეიძლება თქმა. აი ხა. ეღადავება ბიჭო რაქჩის. ვიცი რომ ეღადა. ნუ ხურებთ. არა ჩვენი თქმა. რას გვეტყვი წინაშე ჯიბზე, გავლებზე და დღეს რა განწყობაა და როგორ ფორმაში ხართ? ხო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ძალიან კარგია, ზოგადად ავტოსპორტისთვის რო წრიული რბოლა დაბრუნდა ჩვენთან, იმიტომ რომ 8 წელი არ ყოფილა ეს სახეობა და როგორც ხედავ, ხალხი მონატრებული იყო და ბევრი მონაწილეა. ეს მეორე ეტაპია, პირველმა ეტაპმა ძალიან კარგად ჩაიარა. ნუ მე არ გამოვდივარ აქ, ჩემი შვილი გამოდის, მაგრამ უფრო მეც ვნერვიულობ. ვიცით. ვიდრე ჩემ სრულად ჩართული ხარ. ხო, სრულად ჩართული ვარ. პირველი შეჯიბრი გამარჯვებით დავასრულეთ. ლიდერობთ ჩემპიონატში. დღეს კვალიფიკაციაც პირველი გილოცავთ. კარგი შედეგი გვაქვს და ვნახოთ რბოლაზე წინასწარ ზოგადად ავტოსპორტი ისეთი სპორტია, წინასწარ ვერაფერს ვერ გათვლი. თავარია ტექნიკა არ გვიმტყუნოს, სანდრომაც სტაბილურად იაროს და ვნახოთ. ზოგადად დონეზე რა სიტყვი ბიჭები როგორ ფორმაში არიან, აი ჩემპიონატის დონე რა, პირველი გარბენი, რას რა თქმა უნდა, კარგ ფორმაშია ყველა, ბევრი ვარჯიშის საშუალება აქვს ყველას. ამ სერიას კიდევ კარგი ისა აქვს, რომ ყველა ავტომობილი არის ერთნაირი, სრულიად ერთნაირი, რეგულაციებია, დაკიდების სისტემა, საბურავები და მუხრუჭები და ასე შემდეგ და ეს უფრო სანახაობრივს ხდის ამ სახეობას და უფრო ძღოლის ოსტატობაზეა დამოკიდებული გამარჯვება. მე მგონი ძალიან კარგი სანახაობა არის და მეც პირადად ძალიან ვისიამოვნო პირველზეც დღესაც იგივე იქნება და ყველას მოუწოდებ რომ ჩამოვიდე. BMW როა ხო? შენ რა წინააღმდეგი ხარ თუ? არა, მეც მაგიტომ სიამოვნებს. დათუნა არჯევანიძე არის ახლა ჩვენთან ერთად, ისიც აი იმ თაობაშია რა სანდროსთან, ორსანდროსთან ერთად პრინციპში რა. მამების თქვენი მამები რბოლებები იყვნენ წარსულში და დღეს რომ გადმოგაბარეს ესტაპა და შენი ემოციები როგორია, წინაშე ჯიბს როგორ შეაფასებდი და როგორ გისწორდება ზოგადად აქ ყოფნა და ამ შეჯიბში საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობა? ზოგადად ძალიან კაია რომ ტრეული რბოლები დაბრუნდა, იმიტომ რომ დიდხნიანი პაუზა ქონდა და საჭირო ავტოსპორტის განვითარებისთვის, იმიტომ რომ აი კი ხედავთ 23-24 მანქანა ვარ სტარტზე. წინაშე ჯიბს არ შეეხება, საკმაოდ დადებითად შევაფასებდი, იმიტომ რომ ტრეული რბოლა მე აქამდე არ მივლია და დებიუტისავით იყო და გამიხარდა რომ პოდიუმზეც მოვხდი, რაც შეეხება დღევანდელ შეჯიბს. მცირე პრობლემები გვაქვს, მაგრამ საბრძოლოა სად ვარ და ნახოთ რა იქნება. მოდი. დაგინდა. პატარა. არაფერი, ჩვენი YouTube არქივისთვის, რა ქვია, ეხლა ვიღებთ რა, ფედერაციის პრეზიდენტმა მაგარი საჩუქრები გაგვიკეთა რაღაცა და ხო, აქ ეხა დვიჟენიას უკეთ ვაფიქსირებთ და შენ რა სიტყვი? შენს ეს ერთ-ერთი ძველი მე ეხლაც უნდა ყოფილიყავი აქ დგას, აი ესაა ჩემი მანქანა, ეს იყო ჩემი მანქანა, ხო, და მე რაღაც შემეცვალა ამბები და ჯერ მაყურებელი მარტო. ხო, მაგრამ სურვილი გაქვს. კი, სურვილი უეჭვის და ამის სურვილი როგორ არ უნდა მანქანა თუ გიყვარს ამის შენი სურვილი. კოლეგები, შენი ასაკის მამები უკვე დანებდნენ, შვილებს გადააბარეს. აი სპარტაშოვის ნახე, უმეტესობა ვინც არის უეტერანია. ხო, არა, ეგრე კი, მაგრამ ერთი გაჯაია არის, ვინც რო გადააბარა. დავარტკილაძე. დავარტკილაძე. კი, არა, მაგარია, ძალიან მაგარი ჩემპიონატია. ანუ ესე იგი შენ შეიძლება გიხილოთ. წესით ამ გუგას უნდა გეხილეთ, მაგრამ ეს არევა ჯერ. ძალიან მაგარია. ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სახეობაა, აი საქართველოში რაც შეიძლება, რომ ხა ფორმულა 1 აქ ვერ ჩატარდება და ის ძალიან მაგარი სახეობაა და რავი, რა უნდა გაიზარდოს და კიდე ავე 40 მანქანა რო იდგეს სტარტზე, ახალგაზრდობისთვისაც კაია, ბებრებიც გაერთობიან ცოტას და აქედან იწყება ზოგადად ავტოსპორტი, ანუ აი აქ უნდა ტრიალებდე რომ მე სამი სხვაგან წახვიდე. ხო.
მე ძალიან მომეწონა, ძალიან ემოციებში ვიყავ პირველზე. ეხა ვაფშე მაგარ ტიპი წვიმა თუ წამოვიდა, ეხა ნახე რა იქნება დღეს. წვიმა თუ წამოვიდა. მოტოები მეწოდებიან, მე გადაიდება წვიმა რო წამოვიდეს. მithli და მოტოები რო დამთავრდება, მე დაწყოს მეორე იმაზე. კი, მეორე გონკაზე რო დაწყოს, ბაზარი არ არის. ის გულშემატკივრო, ბაბა, შენ. აუ რა, ყველა წარმატებას ვსწრებ და ხო ხდები რა. არა, ესე გამორჩეულად ფავორიტი არ ყავს არა. ჯერ ამ სეზონს ჩავამთავრებ. და მე დავივასებ ვიღაცას რა. ხო ხდები რა. ერთადერთი გოგო მონაწილე, თან ასაკი 21 წლის. პირველი შეჯიბრია ხო რა თქმა უნდა შენ. მეორე. არა, ამ წელს კი არა. ხო, რა ზოგადად. რა გამოცდილება გაქვს ზოგადად მანამდე? 8 წლიდან კარტინგზე დავდიოდი, ავტოსალონის ორგზის ჩემპიონი ვარ და ეხლა გადმოვედი უკვე დიდ ავტოსპორტში. ვა, და როგორია ემოციები პირველი შეჯიბრი რო იარე? აუ, ძალიან კაი, ბევრად მიჩვენია კარტინგს მანქანის სიარული, უბრალოდ ცოტა გვიჭირს მანქანას ტექნიკურად. ტექნიკურად. კი ბატონო, ეგ კიდე მოგვარებადია და აი ზოგადად ამდენ გამოცდილ მრავლელთან რო დგებიდან კაცებთან აი ცოტა შიშის მომენტი თუ გაქონდა. არანაირი, პირიქით. გვაწვევი ყველანაირად. ზოერა, იმიტომ რომ წინაშე ჯიბრის მანქანა გამიჩნდა. ხო, და ბოლომდე ვერ იმასკენ, ხო? დავამთავრე კი, უბრალოდ მე-13-ზე გავედი 26-დან. მე მაგარია ძალიან. ანუ მე-13-ზე 26-დან არის ძალიან მაგარი შედეგი. ტოპატს უმიზნებ, ტოპატი მინდა. დღეს გისურვებ, რომ მინიმუმ ტოპატში შეხვიდე. მადლობა, ძალიან დიდი. შუმზე ვარ. შატო. შუმზე ვარ. არა მაგ ჩართო. ძლივს დაედა, ხო? მადლობა პრეზიდენტს და ნარსიას. ერთულად გიჩვენავს. აი წად არ გვა. კაი, გამიშვი, თორე Safety ტრანსპორტ არის შეგიძლია გახვიდეთ. რაცია პედალში. გაპასნია მე ძა. ვერ ვიგებ. გავჩერდეთ უსებ. არა. ჯობია ვერ არის? იცი რა არის? სხვადასხვა შეგრძნებები აქვს აბსოლუტურად. ხო. სულ სხვა მანქანაა, აბსოლუტურად სხვა მანქანა არის. ემოციით, ხმით, მანერით, სიარულის სულ სხვა ტიპია. ძალიან მაგარი იყო. დაიხარე. მადლობა ნარსიას და ფედერაციის პრეზიდენტს. აი ჩვენი ოპერატორი. ლამბორგინი თბილისის, ასეთი კაი მანქანა. ლამბორგინი თბილისის რა თქმა უნდა. ძალიან მაგარი იყო რა, ძალიან ვისიამოვნე. აბა როგორ? ეხა ვიწყებთ გრიზა დაალაგება. რომელია? ის პეჟო. და პეჟო. შენ ხელის კამერა გააქვს? ხელის კამერა გააქვს? დავე შემოვიდეს და იაროს რა. ხო. ტრასაზე მანქანები ხო არ არის ოპერატორები რო დაგა. ოპერატორი ეხა არა. არ არის ხო 1-15 წუთი მაინც ისაკეთით რა რო არ გაუშვათ რა მანქანა. არა 15 წუთი არ გვაქვს ფიზიკურად. ხო გარდიან. 8 წუთში იმაზე ვართ რა ქვია ეთერში. მაშინ ცოტა ხანი არ გაუშვათ რომ ოპერატორი დავაყენო კამერას. გაუშვი მინდა. ერთ ხელის ოპერატორი გამოუშვი რა და
ლაივში რო შეხოთ რამენერად გამაგებინეთ რა. პატ, რა გინდა მითხარი? უკანა პიტრენი გაიხსნა იქიდან შეკავთ მაგრამ არა უშო შეიყვანოს. დაუწერელი კანონია ზურგით არ უნდა დადგე მანქანასთან არასდროს. უყურე ყოველთვის მანქანას. კიდე ერთი ლაივი აქვს. სნიკერსა უნდა გამოვიდეო მე. ბიჭო, სნიკერსა ერთ-ერთი პირველი იყო და მე ისხნა რა ქვია. მოდი. სნიკერსა ერთ-ერთი პირველი იყო და სნიკერსა თავის მანქანა მისცა დათაგაჯაიას ბავშვს. აი ეს ზრუნავს მომავალზე ავტოსპორტს. თავის სპონსორიანად მეცაც გეტყვი რა. და ესე გადადო ყველაფერი და თავი გადავდნა. ახალგაზრდობას გზა გაუშალა. დაგიფასდება ძმაო. უკვე ძმაო. აი, წავედით ახლა გამომყევით. ხო. ეხა სადავდივართ. ეხლა გავდივართ გრიძზე. ანუ ეს გვაქვს ახლა ახალი პრაქტიკა გვაქვს. წინასგან გასწავლ. არა, წინაზე გქონდა. ანუ დანერგვა გვინდა რა ზოგადად რომ შენ არ ჩავარდე მანდ უკან კიბეგაც. ფენჯერ. ალი, კაი ეხავე. ერთ. ჯერ აქ დავდგეთ. მოდი, შემოწვევთ. ისე ვდგებით აქ ხაზამდე. ხო, ანუ ტრასაზე არ შედიხარ ჯერ რა და მე შეხვალ ჩაულებრივად რა. ანუ რაღაც სანამ დავიწყებთ. რა ვიცი, ხო ის არის რა, შემომიშვი. ხო. შვილი, მამაო, აი მას რო გითხარი რა, ხო ის რაღაც დაულოცო რაღაცა ხნა და. ამიტომ გადავწყვიტეთ რომ გავხსნათ ეს გრედი და სა, ჩაყევ. მიდი. ტრასაზე არ შეხვიდე, სულს გაგარ. არის ჩამჩი? ჩარ. მორჩა მეგობრებო, პირველი ეტაპი და გამარჯვებული სანდრო ქაჯაია გახდა მეორე ეტაპის პირველი ბოლის გამარჯვებული. ემოცია როგორია გიოცავ კიდევ? მაგრამ მიხარია რა თქმა უნდა, მაგრამ რბოლა ნახევარი ჩატარდა იდეაში, მეხუთე წლის მერე safety car იყო. ნუ გამიმართლა მე, ჩემი წყალი იყო რომ ეგრე დამთავრდა, იმიტომ თავიდან სანდროები იბრძოდნენ თავად გაზეცხაძე და მე წავედი წინ, ჩემთვის დავდიოდი და მე იქ ვიღაცები გადავარდნენ, არ ვიცი მაგ ხოინები და safety car გამოიწვია მაგან და დამთავრდა safety car-ში რბოლა. ეხლა დაიწყო მეორე ბოლა, ცოტა ხანში საიდან დავიწყებ მერვედან, მე იმიტომ რომ კვალიფიკაციის რევერსი იქნება, ხო. და უფრო საინტერესო იქნება, წესით უფრო მეტი გასწრება იქნება. კიდევ ერთხელ გილოცავ. აბა ცხადაზე ჩავწერე, ცხადაზე. აი ესე რა, აქ დავბლარავ რა. არ გვეწერება ნომერი 4, ხო? ნომერი 4. და მესამე ადგილოსანი. კი. როგორია მესამე ადგილზე გასვლა? კარგია, პოდიუმი ყოველთვის სასიხარულოა, უფრო დაძაბულობა გველოდებოდა ბოლის ბოლო მონაკვეთში, იმიტომ რომ უკვე ახლოს ვიყავით პირველი სამეული, მაგრამ მაინც ყოველთვის სასიხარულოა პოდიუმი და რაღაცა მეოთხე ვიყავი კვალიფიკაციაზე, კვალიფიკაციაზე უკეთეს შედეგია შეჯიბზე და ყოველთვის კარგია. ეხლა რევერსული კიდევ უფრო საინტერესო იქნება. კი ბატონო, მოკლედ გილოცავ. მადლობა. აბა, ფედერაციის პრეზიდენტი რას გეტყვი, როგორ ჩაიარა პირველმა გარბენმა? აი, ულოცავ ხადაძეს პირველ რიგში შედიოდა. აი ეგრე. გაიჭერეთ. ჩვენ სამეულს. და რა თქმა უნდა, ყველაზე გემრიელი ლუკმა პოდიუმის. არდალიო, კაიცუცები?
ნუსო, ბიჭო. მეორე გარბენის სტარტი იქნება ეხლა და იმედია ყველაფერი კარგად ჩაიგდეს და არანაირი ექსესი არ იქნება. სტარტის ხაზზე განლაგებულია ყველა სარბოლო მანქანა და ჩვენ ეს safety car, medical car და მეორე safety car-ი მივადგებით ახლა უკნდა რომ მივცეთ ასე ვთქვათ სტარტის უფლება რა. მანამდე ესე შვიდ რეჟიმში გავდივართ წრეს. აი რა ხელა სხვაობაა. ჩვეულებრივი სარბოლო მანქანასა და ჩვეულებრივი მანქანის კავშირის გადავარდი კინაღამ ეხლა. Safety დაიძარი პირველი შესაძლებელი პლანზე შევედი. გასაგებია. მოკლედ ახლა საბოლოოდ დგებიან სტარტის ხაზზე და დაიწყება უკვე პირველი წრე და მეორე ეტაპის რბოლა. ალეკო გახარ. კი მზად ვარ. დავიგე. წავიდა. წავიდა ხოცვა. აქედან ჩვენც ვგაზაობთ.
ვთქვათ ლიდერებს საინტერესო არ ახდება პირველ პოზიციაზე, აი გამოჩნდა აგერ ვასილ ჭონიშვილი, ბეჟიტაშვილი უტევს მას. ახდება ბეჟიტაშვილმა უკავრობდები და თავად კილომეტრ გასწო. მოთავ. დიახ, სამეული შეიქმნა დრაგრეისი გიმექნება ბოლო. შამპენდა ვასილ ჭონიშვილი ხდება მეორე ეტაპის გამარჯვებული ბოლო შემთხვევაში. ფიზიკურად ასეა გახოთ საჯები და გადაწყვეტილებებს მიიღებენ ბეჟიტაშვილი გადის მეორეზე ბოლო სანდრო ცხადაძე მესამე პოზიციაზე. აი ასე დასრულდა ჩვენი დღევანდელი რგოლა. სამწუხაროდ ეხლა ერთი ცუდი ფაქტი მოხდა, რომ არ ვიცი ელია შიხიევს ამბობს კომენტატორი, ბიჭებმა მითხრეს მიხანაო, ცუდად დაიმტრა რა, რაღაცა ლაივში ეკრანზე ცუდად ჩანდა, ხარისხი არ ვარ გაიხარა, არ ვიცი, არ მინახია, მაგრამ ნახე რომ გადმოვარდა მოტოდან და ის ასტრაფოდ წასულია და იმედია ყველაფერი კარგადაა და დაზიანება არავის არ აქვს რა. ბოლო დამაჭირო ხოწები ხელა დამაჭირო ხელა დამაჭირო ჩვენ დიწყნაცილება ესე ამბობ. ეხა დაბლა? დამეჯახა. დაგეჯახა კონტაქტი იყო იმენა და მაგიტო წაიქცა? ეს ელია შიხიევი ხო? მერე შე როგორ ახარ ხა? კარგი. დაგვის ხალხო. ძალიან კივა, მერე? აი, ქალბატონი ექიმი ხა წამალს დამარჭობს. რა წამალი ბიჭო ის არ ქონდეს ამე. არა. ხო, ის იქნება რა, დაბეჟილია, ხო. გადასაღებია მაინც. არა, ხელს უნდა მაჭერთ გადაღებით პრობლემა. გადაღებით მიღებენ, აი. ხო. ჩემი ოპერატორი სად არის გადამიღოს? შენი ოპერატორი მოგცემ ამ კადრს. მიდი შენი YouTube არხისთვის. აი, გადაღებულია ქალბატონო, ხო ხედავთ? რენტგენი, ამაზე მაგარი რენტგენი არ არსებობს, ზეთი თვალი აქვს ამაზე. რა ვთქვა, ძმობას გაფიცები, ვერა ვართ კარგად. სადაა შენი ოპერატორი? კამერა დავკარგი, ხო იცი? მოგიყვები. ეს მოტორი დაიყონო. არ შეიძლება ბიჭო, არ ვახარ. არა, ის მოტორო გამოიყვანოს. და ის მოიტანო მოტორი. და ის როგორ არის თვითონ? გაცებულია. ყივანახველა ქონია. აი, ესე იგი კარგადაა და მაგიტოვაც. გასნია ბიჭო, ყველა კარგადაა ეხლა. არაფერი, ყველაფერი. რა მოხდა ეხლა შე რო შეაფასო პროფესიონალურად? გეტყვი, ზუსტად გეტყვი. ხო. ახლა მოსახოვდა ხო გამოვიდა. ჰაისაიდი იცი როგორ რაღაცაა, უკანა მხარე დაზანოს და რო წაიღო უკანა მხარე და გაუსწორდა, მოტომ დაიწყო ფარტხალი. აი რო გასწორდა, გადასარევოდ. რო გასწორდა, მე მარჯვენა მივხვდი რომ ის შენელდა მაგის გამო, იმიტომ რომ მე მოგვაფში გაზ გაუშვებდა ხელს. და რო არ შენელდა და რო დაადგა, ცხვირი წამოუწია და ცხვირი წამოუწია, მაგას ვეღარ აკონტროლებდა და გვერდზე რო გაუვარე, სამწუხაროდ მოხდა კონტაქტი. ჩემსკენ წამოვიდა. ანუ მე ვასწრებდი და ჩემსკენ წამოვიდა რა. 5 ლარი მომედა ვიდეო მაქვს. რა საიდან გაქვს ვიდეო? სად არის ვიდეო? გიზმოსკენი გადაატრიალე რა ეკრანი გახსნა. წამი. მეც მაჩვენეთ. 5 ლარი შენ გიხსნას, თუ მე ჩარიცხავ. შენ თუ YouTube-ისთვის გინდა 10 ლარი. ხო, აი 20 აი სპონსორი აგერ ყავს და. შემომიტრიალე. ნახე ნახე. ბიძა გამოვა. ვინ იღებდა ამას? საჯიქსი. ხაჯიქსი. აი ხალხო ჯიჯი. ესე დაზანოს და აი ნახე წამოვიდა და ბიჭო როგორი ავარია კაცებული. ხელი მტკივა. და კაც ხომ მოგწე. აუ, გამარჯობა. ჩვენც ვინერვიულად, მაგრამ გადარჩა კარგადაა მშვენივრად და არის ნერვიულო. ახლა თავიდან დაიწყება სტარტი? არ ვიცი. ბიჭო, კიდე იქნება ისა? ხელი მტკივა. კიდე იქნება შეჯიბრი? ჰა? კიდე იქნება შეჯიბრი? რა მოხდა მაგ შეჯიბრის ხრი? ჰა? ხო, ბოლო 3 წრე იქნება ეხა? რა სტარტი იქნება? წეს ეხა დაგვარჭობენ იმას, რა ქვია, 3 წრეს. 3 წრეს. იგზენი? ერა? ეგო ის სქელტყავიანი ვარ. ის 5 ლარი ხო იმაზე იყო. შიშველი ფოტოები ცოტა მეტია. კი. ბიჭო, ისა და პირველი ვაფშე ფოლ სტარტი რო იყო რა ხდება მანდ? არ ვიცი. ცოტა ამოძრავე შენ თვითონ რო ისაკ. კარგი, ხალბატონო ეგრევიზო. ისე სხვათა შორის ყველაზე ბევრი ფული იშოვება იარაღში, ბენზინში და პორნოგრაფიაში და ბენზინს და პორნოგრაფიას აზის ეს უკვე და იარაღის გაყიდვა დაგჭა შენ ზომას ვიწავა.
არ ვიცი გვეტყვიან ახლა რა იქნება. მაგრამ ხელი არ მაქვს, ესენი ხელი არ არის. ხო და რა. ეხლა გამისტორდა მეგობრებო. ბიჭო, როგორ? ისე ნანემს არის უფრო მტკივა ვიდრე ხელი, ალბათ. გაიტანს. მომისმინე. რობანას გაფული გახარებული? ხო. და მაგიტო უშვებია. ეხლა გეტყვი ნახე რა ხდება, რობანას ფული მომცა რო პირველზე გამეშვა. ერიკა მომცა ფული, ელი არ ადაბრიდეო რა. ხო იცი მანდ უკვე ის ყარაბაღის თემაა და ბიჭო, წეგან რომ მეორეჯერ რო დაისტარტეთ. ხო ეგრევე პირველ ადგილზე გაიჩნდა, რატო გაასწრებინე? სად გამასწრო არ ბიჭო? აგერ ამოსახო პირველ დღეს მთელი დღეა ეგრევე. კაი სტარტი ხო ქონდა? შენს მოგას მიცავ მთელი დღეა ძმაო, მაზები, წამლები ისინი წელი. ვერ დააჭობინე ერთი ისა. აი ხა დამარჭეს და. რაც დამარჭეს ის უფრო მტკივა და ვერ გავიგე რა ხდება. ორი ვადა გასულიყო რა, რუსთავის სამოწყობაზე არ ენდობა კაცი. არა, რაღაც მომენტში იყურება. პროსტა იყურება მარცხნივ, მიხდი? და შენ რო გახვედი მარჯვენა ხარ, სივრცეა რა, საკაიფო რო გაასრო რა. აი მომენტში აიღო ეგრე. მაგრამ მაგრა გადარჩა, იმიტომ რომ შენ გაზმიეც რო გაგესო. ჩამოეკიდა შეხედე. ვიცი ბიჭო, ხელი ჩახტამხიან და კარგად ჩა. მაგრიშკამ ჩაიწრია. ელი არა, ჩვენ ძმა არის ბიჭო, მაგარი კაცია ძალიან. აზერბაიჯანიდან ჩამოდის, ვარჯიშობს და მიდის ბიჭო. წარმოიდგინე და ნახე რა მაგარი რაღაცაა, ჩვენ ტრეკი ხო გვაქვს. და ქართველები ბიჭო ტრეკს არ დადიან და სასტა აზერბაიჯანიდან ჩამოდიან, ვარჯიშობენ, მიდიან, ბოქსი აქვთ, ნაქირავები, წლები. მოტოები აყავთ და გადასვლაგან თოი მანქანით ხო ვერ გადადიან, ვერ გადმოდიან. მოფრინავენ ბიჭო და მიფრინავენ. ბაზარი არა. შენს მომას მიცავ, ორი დღით ჩამოფრენილან, უვარჯიშიათ გაფრენილან და ეგეთი რაღაცები და ქართველებს ტრეკი გვაქვს და ტიპები არ დადიან. ანუ ხო რაღაც არა ეხლა იცი რა მომენტი იმ დღეს ვფიქრობდი ზუსტად მე და შალიკა ვბაზრობდით რა რაღაცა რო გაქვს ხო იცი არაფასები ხო აი სვეჩი გეუბნე ტრეკი რო არ გქონდეს რა უნდა გვიждებოდით რომ როგორ არ გვაქვს და რას ვიგზავნით და რაღაცა ხო ანუ რა უნდა გვექნა რაღაც თქონდა ვიარსებდი ეს ხო ჩვენ ძირითადი რაღაც ისა რა ვიცი რა აი ნახე ამას ხო ამოჭრი კინკლები და აზერები აქვს მიკრული ეს ნახე როგორი სტიკერი აქვს აი აქაც აქე ჯიჯი ეს არის საბუროს გამაცხელებელი საბუროს ვაცხელებთ რომ ბოლომდე გახურებული იყოს ო ისე ეს ისე დამარჭო იმ ხალმა ჩემ წელი მტკივატო როგორ ახლა ხელი მტკივა ძალიან ბიჭო ეს უგარიზროს ხელში მოხდა რა მე იდაყში მოხდა თან ბიჭო ყველა ცუდი ხო იცი აი იმენ როგორ მოხდა იცი აი აქ რაღაცნაირად გამომედო და აი ჩამომკრა და აქ ხო ხელი ხო მეჭირა საჭეზე არ გამეშვა ამას ხელი მაგრამ მოუჭირე გეგონება ვინმე მართმევდა და გამო აუ მეთქინა ეხლა ვთქვა მაგრამ არა უშავს კაცები არ დერიან თავი უნდა მოვიკლა ეხლა ეს უნდა ვიარო ყველა ვარიანტი ეხლა რო რესტარტი იქნება მაშინ DNS-ი მექნება და DNS-ი არა განულება აქვს ფულის და მაგას ვერ ვიზაო მაგას მიჩვენე ბოლო მოვიდე და მოვიდე. და ბევრი ავარია იყო. შენ რა მოტო ყავს? ერთ-ერთი. ხო, მე ვარჯიშზე, აი მასე კვალიფიკაციაზე წავიქეთ. მაგრა? ხო, კი, მაგრა. ხელი გაშვი. რა? ეს მაგისია? ეს რა, ყველაფერი მაგისი. დღევანდელი არის? კი, წავედი გავაკეთე მოვასწარი შეჯიბრისთვის. დღესვე? ხო. ვა. 150-ზე გავსრიალდი. დიდხანს ვიდექით სტარტზე და გაგვიცივდა საბურავები და მეორე მოსახლეებში ეგრევე მოწყდა. შენ ხა პირველი ვიდექი თუ მეორე? მეორე? და პირველი ფალსტარტი იყო, ხო? ფალსტარტი იყო პირველი რობანას. კი. წესი 4 წრე კიდე უნდა ვიაროთ. და ეხლა ძალიან მაგარი 4 წრე იქნება. ხო, ძალიან მაგარი. რატო? აი, ყველა ისე ვართ. უკვე გახურებული ხოდზე და ვართ, თან ცოტა შეგიშვენებ და მე კიდე. კი, მაგარი დაჭმა იქნება. აჰა. ისე ზოგადად რას ვთქვი? ამ ეტაპზე წინაზეც. რა ვიცი, რა უნდა ვთქვა. ჩვენ რო არა ეს სპორტი არ იქნებოდა. ენთუზიაზმით დავდივართ ყველა. რა 3 ქართველი ხო თუ 4? 4 ქართველი. 4 ქართველი ხო? კი. ცოტა თუ ყურადღებას მოგვაქცევენ, კაი იქნება. მოაქცეთ მოტოსპორტს ყურადღება მაქსიმალურად. კადრები მაქვს წეგან არ ვაცადე კომენტირება და საქმის კეთება. ბოლო 2 თუ 3 წრე მეც ვინც არის რა? ხო. მოწე შენი მიკროფონი ვინც არის ეს აი 6 წელი ხო 5 წელს რო იძახის რა? ხო. რო კივის, წივის ან და ეს არის რომ აწყნარებს. და ეს არის რომ აწყნარებს. ფორმულარებს ვინც უყურებთ. ზეტანტაზე აი ზუსტად ეს ხალხი არის ვინც რაღაცა პოპულარიზაცია. ვალერია. ბიჭებო რა სიტყვით ახლა უწებ როგორ შეაფასებთ? ცეცხლე იყო.
აიენა ცეცხლი რასაც ქვია იგი. არ ვიცი, მე რა და ანუ არ ვიცი, ალბათ ჯარიმები იქნება ეს აი ესე რო არიგებენ. ხო, აი ეს. იქნება ალბათ. ვა იყო ძალიან საინტერესო და დახუნძლული იყო მომენტებით და არ ვიცი, არავინ არ იცის როგორ დასრულდა საერთოდ. თუმცა ისეთი რაღაც გარღვევები იყო უკანარიგებიდან და რაღაცები, ანუ მე-19-დან მე-4-ზე და მე-20-დან გოგილაშვილი მე-22-ზე იდგა, ხო დაჯარიმდა პირველ ბოლაში და მე-11-ზე გავიდა. ოღონდ მე მგონი, აი გოგილაშვილი რომელს მართლა არ დაურგო. არა, თავართხილაძეც აქვს პრეტენზია. მე არაფერი არ დამირღვევი რა მოვიგეო. ექს-სტიუარდებმა იწოვო. ანუ სტიუარდებს ახლა რამდენ დღიანი სამუშაო აქვთ? აი გაჭიმული ერთი კვირა რა. მინიმუმ ყველა ლაივი ხონდა ნახო. ონბორდები. ყველა ონბორდი ხონდა ნახო და პლუს კიდე გარე კამერები რაც იყო რა, ისეც უნდა ნახო და ეხა რო ხდებოდეს რა მაყურებელი რა, ანუ ლაივში ხო ერთ სურათს უყურებ და რეალურად იყო 22 კამერა რა. ავი ალბათ ერთი შემდეგ რბოლამდე თუ მოასწრეს გაიქნება რა. შაბათ გვექნება პოდიუმი. ხონდა ახლა. ეს არ ვიზახთ უბრალოდ რომელთვის რომელი 4 შევა შეიძლება განლადადილოებაზე გამოვაცხადოთ რა, აი იქ რო იყო რაღაცა ამან მოიგო რა. თავარი არჩილი არ დარჩეს. არა, არჩიკო უკვე თავის დაიბანა ხელი გადააბარებს ახლა მეულუს ნებოს და მამრიკიშვილს და ისინი იჯდებიან გაათენებენ რა. ჩვენთან ისეთი მაგარი კომენტატორი არის ეხა თან ამ აუტოსფეროში რომ იცი რა მიდაგთ ხოლო? კომენტატორები, მაგრამ არა კომენტატორები. ხმამ წამიღო, გაიგე, მაინც ხმა და მიდაგთ ხოლო რომ ჩემ მაყურებელს უთხრა შენი ტემბრით და შენი ინტონაციით გამოიწერონ თბილისი დრაივის არხი. გამოიწერეთ თბილისი დრაივის არხით. არა, მოიცა ერთი წუთი აი მაჩიტამ ესეთი რაღაცა უთხრა, მოკლედ ხარდაჭერა უნდა მაჩიტას. მაჩიტას არქივი ვისაც გამოწერილი გაქვთ, ხო? შეგლეთ ასევე შეგლეთ გადავხედოთ იქ. ჩემი არხიდან ყველა გადადით და გამოიწერეთ, რა თქმა უნდა. აცი მაჩიტას ყველაფერი დაიდება თბილისი დრაივს. არ არის პრობლემა გენაცვალე. აი ჩემი კაი. ანუ ისეთი კაცები ხალხი მოვიდე კომენტატორები. ვაც აცადეთ ერთი წამი, ნუ მიშლით ხელ. კარგი სტარტი ქონდა მაჩიტიძეს. კარგი სტარტი ქონდა მაჩიტიძეს, მახსოვს ეგ. დრაგზე რომ გამოვიდა. დრაგზე, კი, დრაგზე გამოხედი ეგ. მაჩიტიძეს კარგი სტარტი ქონდა ეგ. და მეტი არაფერი არ თქვი. მეტი არაფერი. არა, ანუ რამდენი დავიძარე, იმდენი ეგისმოდა და მართლა ეგრე იყო ეხლა თქო. რა გინდა მე გაჩუქასებია. იმდენ ჯერ თქო პროსტა რომ ჩამჩა რა იმაში რა. ეგაა სპეციფიკური ხმა. კი, არა, ხმა სუპერ. კაი. აი, ხედავ? всё, ეგ არის. გამოიწერეთ თბილისი დრაივის არხი. მარდა გამოიწყდეთ. მადლობა დიდი. წარმატებები. კაი, ეხლა ჩვენ მოკლედ არ ვწყვიტავთ და კაის რო იცი, კაის რა მაგრამ ამბობ ხოლმე? კაი. შენ ბიჭო ნუ მაკრიტიკებ. ისა რა ქვია. მოკლედ, გაიხარეთ, მადლობა ბიჭებო. დამთავრდა დღევანდელი დღე. ჯერჯერობით ზუსტად ოფიციალურად არ ვიცით ვინ გახდა მეორე ესე ბოლის გამარჯვებული. წეგა როგორც აღნიშნეთ. მაგრამ მოდი ზოგადად შენ როგორც ფედერაციის პრეზიდენტი თავარი ერთ-ერთი ორგანიზატორი, როგორ შეაფასებ ამ ყველაფერს დღევანდელ დღეს? რავი, ჯამში ნახე როგორ არის, მაინც კაია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კონტაქტი იყო, ძალიან ბევრი ჯარიმა იყო, ძალიან ბევრი სეიფტიკარი იყო, ლაივზე ქონდა პრობლემა. არა, მაყურებელი და რეიტინგი. ნახე იზებიან რა ბიჭები, ბევრი ახალი ყავს, გამოუცდელია, ანუ უკვე დავინახეთ, რომ სად უნდა დავაკვირდეთ, სად მომენტი დრო დაუწმოთ. იგივე ტრეინინგებზე რომ ბიჭებმა უცბად გაითავისოთ, იმიტომ რომ ძნელია რა, მაინც ვისაც ურბოლია ერთხელ მაინც ჩაფხოსო და იხურო და გადმა ძალიან ძნელია იქით-აქეთ იხურო და აკონტროლო და შენ გადაცემაში მაქვს მე მგონი ნათქვამი რომ რის მერე რა უნდა გააკეთო, ასევე ესეც გაიხსენო რა. მაგრამ ჯამში მაინც კაია ის რომ დავიწყეთ პირველ რბოლაზე 20 მანქანა, ამ რბოლაზე უკვე 24 იყო და 2 მანქანა დამატებით რომელიც არ გამოვუშვით, იმიტომ რომ ტექნიკური მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და რა ვიცი, უკვე პრინციპში ვიცი რომ კიდევ 7 მანქანა გზაშია და შეიძლება მომავალ რბოლაზე უკვე მზად იყოს რა და რავი, ხელა გრიდი ხდება რომ უკვე სხვა პრობლემა გვაქვს რომ იქ 24 მანქანაზე არის დახაზული და შეიძლება გადახაზვა მოგვიწიოს რა. ხო შეიძლება. ნეტა. რა, ყოველ შემთხვევაში ძალიან კაია რა, ანუ ამდენი ხანი არ ყოფილა, ბუმი ატყდა, რავი, მანქანები ლამაზია, ხალხის უკვე შემოიჩვია, კიდე რაღაცა სანახაობაც თუ ანახებთ. ასევე თქვენს, რა ვიცი, ბიჭები ვინც ამ YouTube-ზე და სოციალებში ხართ მოდებული. უფრო დიდენ ვცდილობთ რომ რაღაცა ხო, მაშინ დიდი მადლობა და ჩვენს ამ ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად გვერდში დაგიდგებით, იმიტომ რომ ერთად ანუ რეალად ავტოსპორტს ვაშენებთ და ყველა ადამიანს დღეს აქვს საშუალება რომ ის გააკეთოს თავისი აგური დადოს რა ამ ყველაფერში რა.
მოკლედ მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გამოვიდა, როგორც წინა. ექსკურსია ეგ მითხარი. მე ძალიან ექსკურსიაც მომეწონა, საჩუქარიც ძალიან მომეწონა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ხელმოწერილიანი საჩუქრისთვის, მე იმისთვის, რომ STO-ი ვიარე და არანაკლებ გამისწორდა Medical Car-ის უკან გაყოლა. ხო, აი კადრები მაინტერესებს როგორ გავხდებით რბოლას. ანუ ხო, მანდ უკვე ტელეფონით გადავიღე და ძალიან კაი იყო და მაგასაც რა თქმა უნდა ჩავსვით უკვე ანახი აქვს ჩვენ მაყურებელს, იმიტომ რომ უკვე დამონტაჟებულია და ეს ველაპარაკებით ეხა ჩვენ და მოკლედ იში მგონი ხარ. ხო და მოკლედ ძალიან მაგარი იყო რა. შენ ვიცი, შენი გადმოსახედიდან უყურებ და რაღაც ჯარიმებს და იმებს და რაღაცებს, რომ მე სტაფმა უნდა იმუშაოს და სტიუარდებმა და საჯემა და ასე შემდეგ, მაგრამ შოუს ანახაობა იყო ძალიან მაგარი. გამოხდა კინაღამ კომენტატორები იმიდან, ხო ხედავ? ძალიან კარგი. მესამე სართულიდან. უყურებ უკვე შენს რო გავუშვი, ამასაც უყურებ და იმასაც უყურებ და უკვე მეწოდინება და მე ხო და მოკლედ მაქსიმალურად ტემპი არ დავაგდოთ და მიაწექით ბოლომდე. ეს არ უნდა გაჩერდეს, ეხლა რაც დაიწყო. ტემპი კი არა, მომისმენე, ტემპი ამან არ უნდა და შენმა ირმა უნდა შეუწყოს ხელი ამ სპორტის პოპულარიზაციას. ხტები, დრაგი და დრიფტი არ არის არაფერი ვაფშე, ეგ არის გართობა რა. ეს არის ავტოსპორტი. შეხედე რა, ოქროს სიტყვებს იძახის. მე ამან მითხრა. ბაევოი დუხს რო ეძახიან, ეს არის ხო? 9 საათი გაუძელიო მაჩიტოს ამან მითხრა. ხო, ეგ მართალია. მე 9 საათი ვერ თქვი ეგა? რა ვიცი, ეხა მაშინ ვაფშე არ იყო ეს გადაწყვეტილი, მე როცა ვიყავი და. აი, იმისი არ იყოს, იმ პოდკასტში რომ მეუნები. თავიდან უნდა დაუწა. თუო და ისაო არ გჯერავ მაინცო. ესა რა ქვია. ეგრე არ ჯეროდათ ამათაც, რომ წრიული რბოლა დაბრუნდებოდა, მაგრამ ხო დაბრუნდა? რო არ გჯერა დაბრუნდება, ვაფშე კაი, უფრო გიხარია მე ხტები? მაგრამ აი, აწეული ყველაფერი უნდა დაიჯერონ, დავიჯეროთ. როგორ არის? ამის ენაზე როგორ არის? 300 ხენს რო შეგვირდება და 350-ს რო გაგიკეთე. ნაკლები მოლოდინი და მე ორმაგად რო გისწორდება ეგ თემა. რო ჩუმდები ესე ეგ. ხო და რავი რა, გელოდებით რა. ანუ შემდეგ რო გიქნება? ერთოს ჯერ არიცი? როგორ არ ვიცი? ერთოს უნდა იყოს. და ვაფშე ცოტა ტემპერატურა რო იკლებს მაჩი შემშობი ჰაერის ტემპერატურაც დაბალი რო არის როგორია მე სეზონი მოდის. ცოტა დიდი სურპრიზი ნახე, გამდე თონ. 12-ში გვაქვს დრიფტი. ხო. 19-ში გვაქვს წრიული რბოლა ოქტომბერს. თუმცა ეხა განიხილება, ანუ გამგეობის წელში განვიხილავთ, რომ დრიფტი და წრიული რბოლა გავაკეთოთ ერთ დღეს 12-ში. ანუ ფასტი არის, მაგრამ ნუ ვჯელობთ ჯერ რომ იქნებ ფასტი და გადმოვიტანოთ პადოქზე. და წრეული გავაკეთოთ პარალელურად. ანუ წრეულის პაუზა რო იქნება, მაგ დროს გული გვინდა აგვირიოთ მაყურებელს. ანუ წავიდა ერთი შეხედა მერე გამოვარდა აქით როგორ დავარდეს. არ მაინც დავარბივარ კი ბატონო ეგრეა. შენს შემატებს კი. ხო, ანუ ნახე როგორი თემა ეგ ძალიან დიდი მობილიზება იქნება მაყურებელს რა. ანუ მაყურებელზეც არ არის, აქ უფრო იმაზე არის, რომ ნახე ეს პაუზები რაღაც უნდა შეივსოს რა. ხო. ეხა მოტო გვაქვს, აქ პრობლემა ნახეთ ყველა მართლა ავარია მოხდა მოტოზე და გადავრჩით. საბედნიეროდ ყველაფერი მაგ კარგად ჩაიარა. გაიარა. ანუ ეს პაუზები რაღაც უნდა შეივსოს, რომ იგივე მაყურებელი არ მოიწყინოს რა და პირობითად შაბათს რო გავაკეთოთ დრიფტის კვალიფიკაცია ტოპ 8 ჩავატარო და ტოპ 8 უკვე კვირას, როცა ჩვენი რბოლაც იქნება და დრიფტი აქეთ იქნება პაუზებში. მე მგონი პირიქით რაღაცა საინტერესო. ნუ ყოველ შემთხვევაში გატესტო ამის შეიძლება. ხო, მსჯელობა მიმდინარეობს მაგ თემაზე. ჯერ აი ისე რა დღეს ვჯელობდით რომ რა ვქნათ რომ რაღაცა მაყურებელი მაქსიმალურად დაკმაყოფილებელი წავიდეს აქედან რა. და იმასაც ვჯელობთ რომ რაღაცა კონცერტებში გადავიტანოთ მე ეს ბოლოს რო ყველაფერი რომ აი ყველაფერი დასრულდა. ამდენი 1000 კაცი მოსულია და ამდენი 1000 კაცს არა გვას მოსულა მაინც და. ჩაშალა. ხო, იყოს. იყოს. ხო და. კონცერტიო? ხო, რაღაც ისეთი აზრიც არის რა. ანუ ახლა ბევრი 1000 კაცი არის, ხო? ახლა უბრალოდ დიდია და არჩას 5-6 კაცი არის. ეს 5-6 მერე ამის მერე რომ გადავიდეთ რაღაცა after party-ში და აქ იყოს რაღაცა ეს ნახოთ რა გენიალური არ იქნება უკაცრავა? იყო, კი, იყო. მე გეტყვით კაის, გენაცვალე. მე გეტყვით კაის, ადამიანი აქ 1 საათისთვის არ მოდის. მოდის მთელი დღე რომ გაერთოს და ეხლა რაც უფრო მეტად გაერთობა უკეთესია, ასე რომ მაგას ყველა მიესალმება ეს. დანასტროიკებულია ყველა მანქანა საერთოდ. ნუ თითქმის პატარა ექსკლუზივი, ხა რამდენად ჩანს არ ჩანს არ ვიცი, მაგრამ ჯერ ვიდეოა და დანარჩენი ლაპარაკი მერე იქნება. ვიდეო ჩართულია. ხო, ვეჭედებ ბიჭო. წარმატებებია ვა. მადლობა დიდი. დღევანდელი დღისთვის. საკმარისია, დანარჩენზე ვერ ვისაუბრებთ. მე ვიცი, მაგრამ არ გავამხილე. ძალიან დიდი სურპრიზი გველის. წავედით. მოკლედ, ეს იყო დღევანდელი დღე. რა ვიცი, მე მგონი ესეთი სტილის ვიდეო კარგია ჩემი აზრით. ჩვენც მე მგონი კარგი გამოგვივიდა, რაღაც მობილურითაც გადავიღეთ იქ სადაც ოპერატორი ფიზიკურად ეხა ურაკანში ოპერატორი ვერ ჩამიჯდებოდა მეც, ხო?
რაღაცეები ასევე, როცა ჩვენი ოპერატორი რაღაც კადრებს იღებდა რბოლის, მე სხვა გამიყავი, ტელეფონით შევავსებთ. მოკლედ ძალიან კარგი ვიდეო გამოვიდა საბოლოო ჯამში ჩემი აზრით და ალბათ, რავი, თქვენ დაწერეთ თქვენი აზრი და აზრი კომენტარებში, რომ როგორ მოგეწონათ ესეთი სტილი და რამდენად კარგი დღე გამოვიდა დღეს. და მეგობრებო, აი ვიყავით მაგალითად პოდკასტში, ვინც ყავდა მასკუჩას სულავა, ვიყავით, თქვათ მასკუჩასთან სულავასთან სტუმრად, აი ფედერაციის პრეზიდენტი ყავდა, ფედერაციის პრეზიდენტთან მოვედით სტუმრად. მე მგონი კარგი იყო. აი ეს იყო და ეს გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ეს ვიდეო და მალე დაგიბრუნდებით. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. საქართველოს მოტოფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ჩიკოვანი. აპლოდისმენტები, რა, სიჩუმეა. მესამე დასწრებამდე გიორგი აბარცელი დაიკავა მეორე ადგილი. აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ გოლებს. კამერა არ გამიწურა. ელიკო განესიანმა. მეორე ადგილი გიორგი აბაშიძე. ხოლო პირველი ადგილი დავით როხანიშვილი. თავარი გამარჯვებული წამოვიღე მე.